მოგესალმებით. დღეს ვაგრძელებთ ერთი თვის თავზე ჩვენი სალექციო ციკლის მეორე ბლოკს, რომელიც უკვე უშუალოდ პირველ რესპუბლიკას შეეხება. რაღაცნაირად ისე გამოგვდის, რომ გადავახტებით თითქოს აი გურიის რესპუბლიკის და 1905 წლის პერიოდიდან პირდაპირ აი თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციის და მერე უკვე 18 წელს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების ხანაში გადავხტებით, ხო? მაგრამ იდეაში ეს ქრონოლოგიურობა, ხო, ეს ტრადიციული ქრონოლოგია არც არის ჩვენი მიზანი და მეთოდი, ხო? ეს იყო რაც პირველ ლექციაზე ესეთ ჩახლართულ სქემად დავსახეთ, ხო, როგორ აი ეს რაღაცა სამნაირი საწყისი, როგორ საკუთარ ორბიტებს წარმოქმნის და იმის დამიხედვით მე როგორ ხდება მათი გახსენება, აი ამ რაღაცა ცალკეული საწყისების, იქნება ეს ნიმუშვილის დაკრძალვა, თუ თქვათ ჟორდანიას პირველი კამათები, გილიას ბანაკთან, თუ მერე ეს გლეხების მობილიზაცია და გურიის რესპუბლიკა 1905 წლის რევოლუციის დროს თუ მერე უკვე ის პერიოდი, რასაც დღეიდან შევეხებით, შემდგომი 5 ლექციის მანძილზე, ნახეთ, რომ რაღაცა თვითკმარი ორბიტებივით არის, ხო? და ამ მხრივ დღეს რომ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, ანუ 26 მაისს რა დაიწყო, პრინციპში ეგეც იქნება, ანუ ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ის იქნება, რომ მთელი აი 3 წლის მანძილზე, როცა არსებობდა პირველი რესპუბლიკა, დღენიადა მსჯელობის და დავის და დისკუსიის საგანი იყო, რა დაიწყო ამ 26 მაისს, რისი დასაწყისი იყო, რისი ჩამოტოვება მოხდა უკან და საერთოდ რა ტიპის დროის ლოგიკაში ჩდებოდა აი ეს ახალი სახელმწიფო. და ძალიან ზოგადი შტრიხებით გამოვკვეთავთ იმ თავარ ხაზებს, იმ თავარ დისონანსებს, დაძაბულობებს, წინააღმდეგობრივობებს, რომლებიც რაღაც გაორებებსაც, რომლებიც მთელი ამ 3 წლის მანძილზე გადასერავს და გამსჭვალავს რეალურად ამ სახელმწიფოს და პრინციპში ისეთივე ფუნდამენტური ნაწილი არის ამ პოლიტიკური ერთეულის, როგორც ყველა ის რაღაცა ეკონომიკური თუ სამხედრო კრიზისი და გამოწვევა, რაც მან გაიარა. ხო. რეალურად აქვე შეგვიძლია დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რაც პირველ ლექციაზე, როცა ეს მეთოდოლოგიური შესავალი გქონდა, მეთოდოლოგიური რა, ანუ რაღაცა თქვით, რომ ყოველ ჯერზე ყველა იმ საგანს რაც შევეხებოდით, უბრალოდ კი არ მოუყვებოდით მასზე რაღაც ამბებს, არამედ ყოველ ჯერზე გადავღეჭავდით იმას, თუ როგორ მოხდა მათი ინტერპრეტაცია სხვადასხვა დროებში და აი მაგ ინტერპრეტაციების და მაგ ვთქვათ მეხსიერების აქამდე არსებული პოლიტიკის კრიტიკის გავლით ვეცდებოდით, რომ რაღაცა უფრო ესეთი საინტერესო კრიტიკული მიდგომა შეგვემუშავებინა, ხო? და ამ მხრივ რაც შეეხება თქვათ პირველ რესპუბლიკას, ერთ-ერთი მთავარი, რაც ყველაზე გამჯდარი არის ესე საყოველთაო დონეზე დღევანდელ თქვათ სახალხო მეხსიერებაში და ეს ნარატივიც დომინირებს არის, რომ უბრალოდ ეს პირველი რესპუბლიკა იყო პირველი პრეცედენტი დამოუკიდებლობის აი რაღაცა მოდერნული ყაიდის ეროვნული სახელმწიფოს სახით, ხო? მაშინ როცა აღარ ისმება კითხვა საერთოდ რატო იყო, რომ ეს სახელმწიფო დაფუძნდა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და არა რაღაცა სხვა, ხო? რატო არ აღდგა მონარქიად ისე, ხო? ან რა ვიცი, რაიმე სხვა ტიპის რეჟიმად. და როგორც წესი, აი ეს რაღაცა ეს ესეთი მემარჯვენე, თქვათ ლიბერალური ინტერპრეტაციიდან და ესეთი ანტისოციალისტური დღევანდელი პროსტი დომინანტი ინტერპრეტაციიდან, აი ეს დამოუკიდებლობა არის, აი ეს ცარიელი რაღაცა ფორმალური მოცემულობა, რაც უნდათ ხოლმე რომ დაიტოვონ და ძალიან ეუხერხულებათ ხოლმე აი ეს სოციალისტური მემარცხენე შინაარსი, რაც ჭარბობდა ამ სახელმწიფოში. მეორე არის უკვე თქვათ ისტორიკოსები, ადგილობრივებიც და უცხოელებიც, ვინც ყველაზე ესეთი
წამყვანი ხმები არიან მეცნიერულ დონეზე პირველი რესპუბლიკის და ქართული სოციალ-დემოკრატიის კვლევის, ისინი რაღაც თითქოს დიქოტომიაში აქცევენ აი დინამიკას, რაც გამოიარეს ჩვენმა მენშევიკებმა რევოლუციებიდან აი ამ რესპუბლიკის დაფუძნებამდე, რომ თითქოს თქვა თუ აი ამ 26 მაისამდე ეს ხალხი იყო ესეთი იდეოლოგიზირებული რევოლუციონერი, რომელიც იბრძოდა სოციალიზმისთვის და რაღაცა რევოლუციის მონაპოვრების დაცვას ცდილობდა, თქვა თებერვლის რევოლუციის 1907 წლის და თქვა გაიმიჯნენ იქ ბოლშევიკების ოქტომბრის რევოლუციას 26 მაისიდან თითქოს უკვე გადადიან რაღაცა პრაგმატიზმის ეტაპზე და იწყებენ აი ბურჟუაზიული ჩვეულებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების შემოვლებას იწყებენ და რაღაცა სახელმწიფო კაპიტალიზმის ყაიდის ეკონომიკას აყალიბებენ, ანუ ასე ვთქვათ, მოიცილებენ ამ რაღაც სოციალიზმის ოცნებებს და ფაქტობრივად გვჭება ხელთ რაღაცა ისეთი მეტნაკლებად ნორმალური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ერთეული. ხო, თავისი დემოკრატიით, ხო, საყოველთაო საარჩევნო უფლებით, რაც რა თქმა უნდა იყო, ხო, მაგრამ თითქოს მეტი სხვა არაფერი. და რაღაც ესეთი ხაზია ხოლმე თითქოს გამოკვეთილი, რომ რაღაც ინტერნაციონალური რევოლუციიდან მოხდა გადასვლა ეროვნულ სახელმწიფოზე და აი ესეთი სწორხაზოვანი მიმართულება, სადაც ეს რევოლუცია და სახელმწიფო კაფიოდ იმიჯნება დროში ერთმანეთისგან. და ეს რეალურად არის ისეთი ხედვა, რომელიც პრინციპში უბრალოდ პოზიტიურად თარგმნის იმას, რაც თქვა ბოლშევიკების მხრიდან იყო უფრო ბრალდების სახით წაყენებული, რომ ეს მენშევიკები იყვნენ რაღაცა ზომიერები, ხო, ესეთი ვეგეტარიანელი ხალხი იყო, ხო, და ნამდვილი, ასე თქვა, ეს ბოლშევიკური რევოლუცია მოდიოდა ჩრდილოეთიდან და ეს ქართული მენშევიზმი რაღაცა ამ პერიფერიაში ბარიერად აღიმართა თითქოს მისთვის, რომ ვერ გავრცელდა და დასავლურმა იმპერიალისტურმა ძალებმა გამოიყენეს რაღაცა ბუფერად, ბარიერად, რომ ეს ვეღარ გავრცელებულიყო აი ეს ნამდვილი რევოლუცია ამ კავკასიის მიღმა, ხო და არის რამ თქვა თანამედროვე ინტერპრეტაციებში უფრო მემარცხენე ყაიდის თანამედროვე ისტორიოგრაფიაშიც პრინციპში ვინც აი უფრო აი ამ პეტროგრადის აი ამ ბოლშევიკური რევოლუციის პრიზმიდან უყურებს მთელ რუსეთის რევოლუციის პროცესს მიდრეკილი არის რომ რაღაცა ეს აი ამ იმაში აი ამ პარადიგმაში მოიაზროს ეს ქართული პროექტიც და აქაც პრინციპში რაღაცა თითქოს შეთანხმებასავით არის რომ ქართულმა სოციალ-დემოკრატებმა რომ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა ეს იყო რევოლუციის დასასრული კავკასიაში ხო ისე როგორც მე უკვე სომხებმა და აზერბაიჯანელებმა გარდა იმისა, რომ ანუ აქ იხლიჩება, ხო, აი ამ სამივე პრინციპში გამოკვეთილ პარადიგმაში იხლიჩება სახელმწიფო და რევოლუცია, თითქოს ანუ იყო რევოლუცია და მე რაღაცა რადიკალური წყვეტა არის და 26 მაისის მერე უკვე რაღაცა საერთოდ სხვა იწყება, ეს ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა იწყება, რასაც მე nation building და state building რო ქვია, ხო, ინგლისურად. რეალურად ყველა ამ მიდგომას, ხო, გინდ მეცნიერულს თუ გინდ ესეთ უფრო სახალხო პოპულარულს, ხო, აერთიანებს ის, რომ ნაკლებად უყურებენ ისინი იმ ენას, რომელზეც ლაპარაკობდა თვითონ ის ხალხი, ვინც ქმნიდა იმ პოლიტიკას და იმ კულტურულ კოდებს, რომელშიც იგულისხმება სიმბოლოებიც, ის ჟარგონიც, რომელზეც მეტყველებდნენ, ხო, ის ცნობრივი აპარატი, რომელზეც მეტყველებდნენ აი მთელი ეს ერთობლიობა, ხო, თქვათ სიტყვიერი, ვიზუალური, ყველანაირი რაღაცა მასალისა, ხო, რაც შეადგენს რაღაც ტიპის იმას, ხო, ენას როგორც ერთობლიობას, მაგაზე ნაკლები აქცენტია ხოლმე და ამიტომ არის რომ ვერ ხდება მოხელთება იმისა, რომ რამდენად ბევრად უფრო ჩახლართულ რაღაცასთან გვაქვს საქმე აი ამ პირველ რესპუბლიკაში, როგორც რაღაცა თვითყოფად პოლიტიკურ პროექტში, ხო, სადაც აღმოვაჩენთ, რომ ეს სახელმწიფო
ხდებოდა რევოლუცია, ბევრად უფრო გადაჯაჭვული და აზელილია ერთმანეთში და რაღაცა ესეთ შინაგანად გაურებულ, შინაგანად დაძაბულ რაღაცა ჰიბრიდს ქმნის. და რაც თავარი, ანუ აღმოჩნდება, რომ ჩავეძიებით მასალას ნელ-ნელა, ხო? ის რაც აქ თითქოს აღებულია, როგორც უბრალოდ აღწერითი კატეგორიები, ხო, რომ აი რაღაცა 26 მაისს რევოლუცია დამთავრდა და საქართველოს გადავიდა ნორმალურ სახელმწიფო აფშენებლობაში, ხო? ანუ ეგ ის რაც უბრალოდ ჩვეულებრივ თითქოს ნეიტრალურ აღწერით კრიტერიუმებად აქ აღებული, ხო, დღევანდელ ისტორიოგრაფიას მათ შორის აღმოვაჩენთ, რომ მაშინ იყო უბრალოდ მაშინდელი მემარჯვენეების მიერ რაღაცა იმ სოციალ-დემოკრატებთან მუდმივ პოლემიკაში მობილიზებული პოლემიკური კატეგორიები, მსჯელობის პოლემიკური კატეგორიები, ხო, რომლებიც უბრალოდ ესე კი არ იყო რაღაცა მათ ნეიტრალურად აღწერთ, არამედ რაღაცა ტიპის განაცხადი იყო, რაღაცა ტიპის პოლიტიკური განაცხადი იყო, რაღაცა მუდმივად მიმდინარე საჯარო კამათში იმის თაობაზე თუ რა იყო ეს სახელმწიფო, ხო, რა შინაარსი ქონდა, რა ფორმა უნდა ქონოდა, საით მიდიოდა და საიდან მოდიოდა საერთოდ, ხო, რა იყო მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო. და აი ეს დუღილი, ხო, აი ამ სხვადასხვა მიდგომებს შორის, რომლებიც გამსჭვალავდა მთლიანად ამ რესპუბლიკას და ამ ბრძოლას, ამ სიმბოლურ ველზე თუნდაც, ხო, იქნებოდა ეს რაღაცა მართლა სიმბოლიკისთვის თუ კონკრეტული სიტყვების შინაარსი როგორ განიმარტებოდა, ხო, აი მაგაზე რაღაცა ტიპის პრივილეგიისთვის ამ ბრძოლების გავლით ვაჩვენებთ აი რაღაცა უფრო საინტერესო და ესე დინამიკურ სურათს. მით უმეტეს ენა აი ამ ფართო გაგებით, ხო? განსაკუთრებულ ან ყოველშიშოვანი არის, ხო, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ეპოქაში, მაგრამ როცა საუბარი გვაქვს ისეთ პოლიტიკურად მერყევ და არასტაბილურ ეპოქაზე, როგორც იყო ეს რევოლუციის ხანა 17 წელი, 18 წელი, ხო, პირველი მსოფლიო ომი დასრულების პირასა და ყველაფერი იძვრის და ინგრევა და გადალაგებაში არის, იმდენად არასტაბილური იყო, ხო, ეს რაღაცა საძირკველი, რაც ნებისმიერ პოლიტიკურ ერთეულს ჰქონდა, რომ მით უმეტეს საქართველოსნაირ ეს ტყიფე მდგომარეობაში ენის დონეზე რაღაცეების სახელდება განსაკუთრებულ რაღაცა ავტორიტეტს, რაღაც ქარიზმას იძენდა, ხო? ანუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რა როგორ განისაზღვრებოდა, ხო? ეს ხდებოდა, ეს არის არაუბრალოდ რაღაცა დეკორაცია, რაც შლეიფად და აკომპანიმენტად მიყვება რაღაცა უფრო ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც შეიძლება სამხედრო დონეზე, ეკონომიკის დონეზე წარმოებდეს, არამედ აი თქვათ თუნდაც ის რასაც ახლა განვიხილავთ, ესეთ პირველ მთავარ მაგალითად, ხო? აი ამ სიმბოლური ბრძოლისა აღმოვაჩენთ, რომ არის სრულიად ფუნდამენტური არსებითი შემადგენელი ნაწილია იმისა, თუ რა იყო ეს პირველი რესპუბლიკა, როგორც მუდმივი აი დავის და კამათის ასპარეზი, ხო? და ეს გამოსახულება მინდა რომ ავიღოთ ამოსავალ წერტილად, რომელიც არის რესპუბლიკის პრინციპში თავარი სამხედრო ორგანოს სახალხო გვარდიის მიერ გამოცემული ჟურნალის პირველი ნომერის გარეკანი, რომელიც ძალიან მკაფიოდ ათვალსაჩინოვებს თავისი ამ ორდროშიანობის პრობლემით, ასე ვთქვათ, ყველაფერ იმას, რაც ცენტრალური არის ამ პირველ რესპუბლიკაში, როგორც ესეთ ღია პრობლემაში. აი რომ დავიწყოთ აღწერა, ხომ? მაგალითად, ცენტრში არის ნაცნობი სიმბოლიკაა ძალიან, ერთი რომ თქვა სულ შუაში არის ცული რაღაცა კონაზე აცმული, რომელიც არის მერე ფაშისტების სიმბოლოდ იქცა, ხო? მაგრამ სინამდვილეში აღნიშნავდა ძალა ერთობაშიას განასახიერებდა და ძალიან ბევრია ესეთი სოციალური მოძრაობის მიერ იყო ატაცებული
ბეროთ რო ადრე ვიდრე ფაშისტები მიისაკუთრებდნენ, ისე როგორც ნამგალი და ურო არის შუაში, ასევე თქვა მე უკვე უშუალოდ საბჭოთა კავშირთან ასოცირებული, მაგრამ მანამდე აი ამ შრომელთა მობილიზაციის მასიმბოლიზირებელი და ისინი არის ამ გირლანდაში, ხო, არის შუაში აი ეს აქეთ მარცხენა მხარეს წითელი დროშა, რომელიც არის სოციალისტური რევოლუციური, ხო, ბრძოლის დროშა, როგორც სულ ცოტა საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული და მარჯვენა მხარეს არის აქ წითელფერებში შესრულებული ეს ცნობილი სამფეროვანი ეროვნული დროშა, ხო? ნიკოლაძის და შარლემანის შესრულებით, რომელიც შინდისფერია თუ ენდროსფერია თუ წითელია, ეს არის ხო მუდმივად სხვადასხვანაირად არის ესეც ბევრგან ნახსენები, მაგრამ ხო შინდისფერი უწოდოთ. ეს გირლანდის გარშემო აქეთ და იქით, ანუ ორი ჯარისკაცი დგას, მარცხენა მხარეს, აი წითელი დროშის მხარეს დგას სახალხო გვარდიელი, რომელიც თავზეც აქვს წითელი დროშა. სახალხო გვარდიელები იყვნენ პრინციპში მართლაც სოციალ-დემოკრატების საყვარელი ძალა, ეს იყო ის ძალა, რომელიც ჯერ წითელ გვარდიად ფორმირდა 17 წელს, მას მერე რაც წავიდა ცარისტული ხელისუფლება აქედან თებერვლის რევოლუციის მერე და აქ რო დამყარდა პრინციპში აი მუშების და ჯარისკაცების საბჭოების მმართველობა, ხო? ფაქტობრივად მათ ხელში რო გადავიდა მმართველობა ქართველი მენშევიკების თაოსნობით. ეს ქართველი ძირითადად მუშები იყვნენ, ის ვისგანაც დაკომპლექტდა, ალიკო ჯუღელის მეთაურობით ეს წითელი გვარდია, რომელიც მერე უკვე გადაკეთდა სახალხო გვარდიად უშუალოდ რესპუბლიკის პერიოდშიდან მათი ბოლომდე მათი სიმბოლო იყო ეს წითელი დროშა და 12 დეკემბერი რო აწერია იმას ჟურნალის გამოცემას 1920 წელს რო გამოვიდა ეს პირველი ნომერი ამ ჟურნალის ეს არის სიმბოლური არის იმიტომ რომ 1917 წელს 12 დეკემბერი იყო ის თარიღი როცა აი ამ მუშების ჯგუფმა წითელმა რაზმმა, წითელმა გვარდიამ მოახერხა, რომ აეღო თბილისის ეგრეთ წოდებული არსენალი, სადაც იყვნენ დაბანაკებული ოსმალეთის ფრონტიდან დემობილიზირებული რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ძალიან ბოლშევიკურად იყვნენ განწყობილები. იქ იყო მთელი ზიარაღი, რომელიც მათ შეეძლოთ ეხმარათ და რომელითაც შეიძლებოდა, რომ ბაქოს მიღმა კავკასიაში ბოლშევიკებს რაღაცა უფრო აეღოთ ხელში სადავეები. და აი ძალიან ისე ოსტატურად ლამის სასწავლებრივად მოხდა ამ არსენალის აღება და პრინციპში ამან შექმნა ის ფაქტობრივი საფუძველი, მატერიალური საძირკველი იმისთვის, რომ ისედაც უკვე აი პეტროგრადს საკმაოდ დაშორებული ეს კავკასიური პერიფერია მთლად საერთოდ ჩამოცილდა და უკვე აი ეს სამხედრო საფუძველიც შეიქმნა იმისთვის, რომ თავის გზაზე წასულიყო. ხო, მაგ დროს უკვე მოხდარია ეს ბოლშევიკური ეგრეთ წოდებული გადატრიალება, თქვათ, მენშევიკების გადმოსახედიდან იანვარში მე უკვე გარეკავს ლენინი დამფუძნებელ კრებასთან, საერთოდ მაკედან მე ვიცით რომ მალე მე ამიერკავკასიის ფედერაციაც ცხადდება და ასე შემდეგ, რომ მაგას დაუბრუნდებით. მოკლედ ანუ ეს სახალხო გვარდია იყო განსაკუთრებულ პატივისცემაში, იმიტომ რომ მას ერგო, ასე ვთქვათ, ის განიხილებოდა როგორც მთავარი, ასე ვთქვათ, უზრუნველმყოფი საერთოდ რაიმე ტიპის თვითყოფადი პოლიტიკური პროცესისა კავკასიაში. მეორე მხარეს არის რეგულარული ჯარისკაცი, თავისი ისევ და ისევ ეროვნული სამფეროვანი დროშით, რომელზეც ეს მემარჯვენეები, ხო, ეროვნულ დემოკრატები თუ თქვათ გენერალი კვინიტაძე და ეს დანარჩენი
გენერლები, ვინც цаრისტულ არმიაში იყვნენ ნამსახურები და ვინც პრინციპში თავისი მთელი პროფესიონალიზმი ჩააყენა, ხო? ახალი ქართული სახელმწიფოს მაშინ სამსახურში სულ იმას ჩიოდნენ, რომ არა და არ დააყენეს საშველი მენშევიკებმა, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობით იყვნენ ხელისუფლებაში. არ დააყენეს საშველი ბოლომდე გამართვას და რაღაცა გერივითაც ექცეოდნენ, დედინაცვლურად ექცეოდნენ, რაც პრინციპში გამოიხატება კიდევაც იმ წარწერაში, რომელიც ქვემოთ აქვს წამძღვარებული ამ გარეკანს, ხო? გაუმარჯოს რევოლუციონურ სახალხო გვარდიას და ახალგაზრდა ჯარს. და ეს რაღაცა ეს უმცროსი ძმა რო იყო ეს ჯარი, ამას თქვა იგი ვალიკო ჯუღელი ცოტა ესე აროგანტულად უსვამს ხოლმე ხას. და ნუ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ამ ჯარს არ წყალობდნენ და იყო ის, რომ გარდა იმისა, რომ ეშინოდათ ამ გამოცდილი გენერლების და ეს კორნილოვის ცნობილი აჯანყება იყო გაფეილებული განატრიალება იყო, თქვათ, ესეთი ცუდი პრეცედენტი მათთვის 1900 წლის ზაფხულში რუსეთში და ეს რაღაცა ბონაპარტისტული, ასე თქვათ, საფრთხე, ხო, რომელიც რაღაცა ძლიერ ხელს აი ამ მღვრიე რევოლუციურ პროცესში ეცადა, რომ აიღო თავის ხელში ძალაუფლება, ხო, რაც ნუ ნაპოლეონმა გააკეთა, ხო, თავის დროზე. დიდი ფრანგული რევოლუციის დასასრულს. ერთი ეგ და ამის სადმი აი ამ რევოლუციონერების უნდობლობა და მეორე მხრივ რაღაცნაირად მათი იდეალი იყო ის, რომ აი ამ რეგულარული ჯარის ნაცვლად, რომელიც მიიჩნეოდა, რომ იყო ესეთი ავტორიტარული სახელმწიფოების იარაღი და ჩაგვრის მექანიზმი და უბრალოდ საზარბაზნე ხორცად იმეტებდა როგორც წესი უფრო დაბალ ფენებს იწვევდნენ ამ ჯარში. მათი იდეალი ამის მაგივრად იყო უფრო ეს სახალხო მილიცია, რომელიც დაკომპლექტდებოდა უფრო ესეთ შეგნებული გამოწრთობილი, შეგნებული მოქალაქეებისგან. და პრინციპში ეს სახალხო გვარდიაში შემავალი, ასე ვთქვათ, ჯარისკაცები, ვინც იყვნენ, უმეტესობა იყო კიდევაც აი ეს სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე გაზრდილი, იდეურად ძალიან მომართული, როგორც წესი, უფრო მეტად ქართველი მუშა, როგორც აკაკი ჩხენკელი ამბობს, შეგნებული ქართველი მუშა, როგორც აი ეს რაღაცა ღერძი. ხო, და ანუ აი ეს რაღაცა, აი ეს სიმეტრია, რომელსაც თითქოს ასხივებს წმინდად ვიზუალურად ეს ანსამბლი, ხო? არის შინაგან დისონანსს ავლენს, რაწამს შევხედავთ აი იმ სლოგანს, ხო, რომელიც ქვემოთ არის დატანებული და ეს დისონანსიც და ეს გაურებაც ვითომ სიმეტრიული, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დაძაბული არის მართლა ესეთი ცხადი თვალსაჩინო მაგალითი იმისა რა როგორი ორი ერთმანეთთან მოპაექრე ხედვა ეჯიბრებოდა ერთმანეთს ქართული დამოუკიდებლობის განსაზღვრაში. უშუალოდ ეს დროშასთან რო დავრჩეთ და ამაზე გავაგრძელოთ, ხო? განვითარება ამ პრობლემის განვითარება. ეს წითელი დროშა აღიმართა აი 1907 წელს რო წავიდა ეს цаრისტული ხელისუფლება და მართალია იმ დროებითმა მთავრობამ, ხო, რევოლუციის შემდეგ მოსულმა გამოგზავნა აქ ეს ეგრეთ წოდებული ოზაკომი, ხო, რაღაც კავკასიური კომიტეტი, რომელიც ოღონდ ფაქტობრივად არ ფლობდა ძალაუფლებას და იმთავითვე აი ამ მუშების და ჯარისკაცების საბჭოების ხელში გადავიდა რეალური მართლობა. ფაქტობრივად ცნობილი არის, ხო, ანეკდოტად ის, რომ მეფის ნაცვალმა ასლამის ჩააბარა ქალაქის გასაღები ჟორდანიას და ხატისობს, ხო, ქალაქის სომეხ მერს. და წითელი დროშა აღიმართება მაგ დროს და ნუ ფრიალებს როგორც რევოლუციის სიმბოლო, მას ემატება 26 მაისს ერთი წლის თავზე უკვე ეს სამფეროვანი დროშა
და მერე უკვე როცა 1919 წლიდან ეს თეთრგვარდიელების ხო რუსი ასე ვთქვათ არისტოკრატიული რეაქციის მიერ შემდგარი არმიის ან დენიკინის ძალების მოგერიება რომ თავდება absolut მათ შორის დიდწილად სახალხგვარდიის მიერ რაც ძალიან კარგად აღწერილი ვალიკო ჯუღელის ცნობილ დღიურებში რომელსაც მე-10 ლექციაზე შევეხებით 19 წლის ბოლოსკენ უკვე ბოლშევიკური საფრთხერო იმძლავრებს ჩრდილოეთიდან სულ უფრო ხმამაღლა ითხოვენ ეს მემარჯვენეები რომელიც მართალია უმცირესობაა პარლამენტში დამფუძნებელ კრებაში ქართულში მაგრამ მაინც ძალიან ესეთები არიან აქტიურები არიან და საინტერესო წასაკითხი არის მათი გამოსვლები ძალიან კომპეტენტური ხალხი იყო ითხოვენ რომ ეს წითელი დროშა ჩამოიხსნას. იმიტომ რომ აწი უკვე დამაბნეველი არის. იმიტომ რომ ეს არის ის წითელი დროშა, რომელიც ბოლშევიკებისაც არისო და ამიტომ შეუძლებელია მაგ დროშის ქვეშ ეროვნული სახელმწიფოებრივი ბრძოლის წარმოებაო და ერთი ძალიან საინტერესო დისკუსია წარმოიშობა 1919 წლის შემოდგომაზე დამფუძნებელ კრებაში ეროვნულ დემოკრატ გიორგი გვაზავასა და ვიღაცა სოციალ-დემოკრატს შორის, რომელიც ეჩრება თავისი რეპლიკებით. უკეთეს გვაზავა ითხოვს, რომელიც ძალიან ესეთი კარგი იურისტი იყო და ფუნდამენტური წვლილი აქვს შეტანილი კონსტიტუციის შემუშავებაში. ითხოვს, რომ ეს წითელი დროშა ბოლშევიზმის არის და ჩამოხსენითო, თუ გინდათო რომ სახელმწიფო განამტკიცოთო და ეს სოციალ-დემოკრატი ვიღაცა ეუბნება, რომ არა, ეს არის რევოლუციური დროშა და არ იგივდება ბოლშევიზმთან. გვაზავებს, რომ წითელი დროშა არის ბოლშევიკური დროშა, სოციალ-დემოკრატი ეუბნება, რომ ამ წითელმა დროშამ მოქცა დამოუკიდებლობა და ამ პარლამენტში მაგან მოგიყვანაო და გვაზავა ეუბნება, რომ ამ პარლამენტში გამოყვანა მომცა 20 საუკუნის ცხოვრება საქართველოსი და არა თქვენ, ხო? და საქართველოს უფრო ადრეც არსებობდა და ეს პარლამენტში და აი სახელმწიფოს მოპოვება მოხდა როგორც ბუნებრივი შედეგი ჩვენი წარსულისა და არის მე ერთი ალიაკოთი. და ხო ხმაურობა. რაც ხდება რეალურად არის, რომ 1920 წლის იანვარში მართლაც ჩამოხსნიან წითელ დროშას, რაზეც ვალიკო ჯუღალს ჭირს სრული ისტერიკა, იმიტომ რომ მორჩა ესე იგი რევოლუცია დამთავრდაო, ანუ იმიტომ რომ მისთვის პირველი რესპუბლიკის ფარგლებშიც რევოლუცია რაღაცა ფორმით გრძელდება, ხო? და გარკვეულწილად წარმოუდგენელიც კი არის როგორ შეიძლება ანუ ჩამოუშვა შრომელთა დროშა მაშინ როცა იდეაში ამ წორტამ შრომელების მიერ გაღებულმა სისხლმა გახადა შესაძლებელი პირველ რიგში რომ საერთოდ დამოუკიდებლობა შესაძლებელი გამხდარიყო ხო რომ აღმართულიყო აი ეს მეორე დროშა და ამ ორ დროშიანობის აი ამ ემაში ამ დილემაში ერთმანეთს ძალიან კაფიოდ უპირისპირდება როგორც ვნახეთ ხო იმ გადაძახილიდან გვაზავას და ვიღაც ანონიმურ სოციალ-დემოკრატს შორის დროის ორგვარი გაგებაც, ხო? ერთი არის გვაზავას მიერ წინ წამოწეული რაღაცა ეს ბუნებრივი უწყვეტობა ემისა, ქართული სახელმწიფოებრიობისა და მეორე მხრივ რევოლუციონერების ხაზგასმა იმაზე, რომ რევოლუციამ რაღაცა ისეთი წყვეტა მოახდინა, რაღაცა ისეთი ძალისხმევა იქნა გაწეული ამ რევოლუციური მასების მიერ, რაც ხო რადიკალური სიახლე არის და არ გაიწოვება, ასე ვთქვათ, რაღაცა უფრო ესეთ ვითომ და ბუნებრივ მრავალ საუკუნოვან, აი 20 საუკუნის თუ რაღაცის აი კონტინუუმში, ხო? რაც თავარი, ანუ ეს ამ ხელა დაკადაკა რომ მიდის ესეთ თითქოს ელემენტარულ რაღაცაზეც კი, ხო, ეს აჩვენებს რამდენად მყიფე და წინააღმდეგობრივი იყო, ხო? ეს რაღაც ეს ლეგიტიმაცია, რომელზეც ის საძირკველი, რაზეც დაფუძნებული იყო ეს დამოუკიდებლობა, რომელიც
იდეაში მართლა უფრო გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა და რაღაცა ძალიან ბევრი შემთხვევითობის კონსტელაციამ გახადა აუცილებელი, ვიდრე ის, რომ ეს ყოფილიყო განზრახული გეგმა, ხო? თქვათ თვინე წლის მანძილზე და მანამდეც თუ მაინც და მაინც ესეთი ფართო ავტონომიის მიღმა, აი ამ რაღაც დამოუკიდებლობის იდეა არ წასულა, ხო? არც იყო მანამდე ესე რაღაცნაირად იშვიათობა იყო ეს პატარა სახელმწიფოს სახელმწიფოს ჩამოყალიბება და სწორედ მაგ პერიოდში იწყება პირველად მასობრივად აი ამ დიდი იმპერიების რღვევის შედეგად აი მასში შემადგენელი ცალკეული ხალხების ეროვნულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება და ამ პროცესს გადის საქართველოც. და ანუ ეს დამოუკიდებლობა ხო დიდწილად როგორც მაგაც ვახსენეთ მოიტანა იმან რომ 1917 წლის პირველი რევოლუციიდანვე სულ უფრო მზარდი გახდა რაღაცნაირი აცდენა ცენტრის პეტროგრადის და კავკასიის თბილისის მოთხოვნილებებს საჭიროებებს შორის ისედაც როგორც თქვი ფაქტობრივი ძალაუფლება გეპყრათ აი ამ მენშევიკების მიერ გაკონტროლებულ მუშათა საბჭოებს მიდის თელი წელი მუდმივი დავა თქვათ სოციალისტ ფედერალისტებს, ეროვნულ დემოკრატებს, მენშევიკებს შორის თქვათ იმაზე რომ ეს ავტონომია რომელიც უნდა მოეპოვებინა საქართველოს ან თქვათ მთლიანად ამიერკავკასიას აი დემოკრატიზირებული რუსეთის ფარგლებში იქნებოდა უფრო კულტურული ავტონომია თუ იქნებოდა ტერიტორიულად გამოკვეთილი ავტონომია თქვათ ჯორდანია ემხრობოდა რომ უფრო კულტურული ყოფილიყო იმიტომ რომ იმდენად ჭრელი იყო ეს დემოგრაფიული სურათი ძალიან ბევრ ადგილას კავკასიაში რომ წვევდა ძალიან ბევრ კონფლიქტს, რაც იდეაში მოხდა კიდევაც 18 წლიან მოყოლებული და დღემდე მაგას ვიმკითხო, აი კაცრი ტერიტორიალიზაცია რომ მოხდა აი ამ გამყოფი ხაზების კავკასიაში, პრინციპში საბჭოთა პერიოდშიც, ხო, კიდევ უფრო მეტად მოიტანა ყველა ის კონფლიქტი, რაც დღემდე მოუშვებელი არის, ხო? ეს არის ის დებატები, რაც მიდის ხდება უბრალოდ ოქტომბერში ის ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში აღება, რაც კატეგორიულად მიუღებელი არის. მენშევიკებისთვის იმიტომ რომ მიაჩნიათ რომ არ ღვევს აი დემოკრატიულ ფრონელ სამუშაოს რომელიც უფრო მეტ უფრო მასობრივ მხარდაჭერას მოაპოვებინებდა აი ამ რევოლუციას როგორც რაღაცა ცოცხალ მიმდინარე პროექტს და ნუ ეს მაგ დროს მოიწვევენ ეროვნულ ყრილობას და ეროვნულ ყრილობებს აზერბაიჯანელები ცალკე სომხები ცალკე ქართველები ცალკე და თქვათ ადგენენ გეგმას როგორ წარმართონ თავიანთი საქმეები აი ამ ბოლშევიკების მიერ უზურპირებული რუსული ცენტრისგან დამოუკიდებლად ამას ემატება იანვარში 1918 წელს უკვე ლენინის მიერ იმ რუსული დამფუძნებელი კრების გარეკვა რომელშიც თქვა იგივე საქართველოსთან მენშევიკებმა მოიპოვეს მთავარი უმრავლესობა ხმების და ბოლშევიკებმა რომ ვერ მოიპოვეს მაგიტო ნუ ადგენენ და გარეკავენ რაც რუსეთს ჩაფლობს უკვე სამოქალაქო ომში და ნუ ამაში არანაირი ხელი არ უნდათ რომ კავკასიელებს რომ კონდეთ მით უმეტეს რომ აწერს უკვე ტროცკი ბრესტ-ლიტოვსკის ცნობილ ზავს, რითაც ბოლშევიკები თმობდნენ ბათუმის და ბევრ სხვა სომხებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ტერიტორიას, რამაც საჭირო გახადა უკვე რომ აი ეს ფაქტობრივი დამოუკიდებლობა, რაც ისედაც ჰქონდა ამიერკავკასიას, გაფორმებულიყო იურიდიულად და ცხადდება ეს ამიერკავკასიის კონფედერაცია, ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, რათა შეძლებოდათ რომ დამოუკიდებელ სუბიექტად წარმდგარიყვნენ აი ამ მოლაპარაკებებზე ოსმალებთან ეს კავკასიაში შესული ხალხები. ოღონდ მანდაც ვიცით რომ ფაქტობრივად თვეზე ნაკლებში აპრილიდან მაისამდე იმდენად იხლიჩება სხვადასხვა მიმართულებით მიდის სომხების, ქართველების და აზერბაიჯანელების ინტერესები, რომ უბრალოდ შეუძლებელი ხდება, როგორც
გერონტიხოძე ამბობს ახირებული პოლიტიკური კონგლომერატის შენარჩუნება და ქართველები მოიპოვებენ მაშინ ჯერ კიდევ და არ დამარცხებული გერმანელების ასე ვთქვათ გარანტიას, რომ პროტექციას გაუწევდნენ ქართველების მიერ დამოკიდებულის გამოცხადებას და ფაქტობრივად ქართველები ძალიან ისე ზურგში დანის ჩარტვასავით, ესე იგი დატყდებიან აი ამ ფედერაციიდან და ფაქტის წინაშე აყენებენ აზერბაიჯანელებს და სომხებს. და ეს არის აი ის რაღაცა ძალიან ესეთი მყიფე, ბევრი შემთხვევითობით მოფენილი გზა, რომელიც გაიარა რეალურად ამ რეგიონმა აი 26 მაისამდე, ხო? და აქ უკვე საინტერესოა რა ენაზე მეტყველებს ის ყველასთვის ცნობილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელსაც 26 მაისს ნოე ჟორდანია წაიკითხავს, ხო? იმიტომ რომ ჩავეძიოთ, თქვათ, მაგას რა ენაზე მეტყველებს, მე კიდე შევადაროთ, უფრო კიდე სხვა რეგისტრი, რომელიც აი ამის პარალელურად მოქმედებდა პირველ რესპუბლიკაში, ვნახავთ ისევ და ისევ რა ტიპის გაურებასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში თითქოს თავისთავად ცხადი არის ახლა ჩვენთვის, რომ დეკლარაცია იწყება იმითი, რომ აღნიშნავს, რომ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო იყო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, ხო, რომელიც რუსეთთან შეერთდა ნებაყოფლობით, იმიტომ რომ გარშემორტყმული იყო ასეთი მტრული უფრო მუსლიმი იმპერიებით, დაიდო დანართი მოყვება უფრო მოკლე დეკლარაციას, რომელშიც უფრო მკაფიოდ არის გაწერილი მემარჯვენე დიპლომატი ცნობილი ზურაბ ავალიშვილის და თქვათ ნიკოლაძის და სხვების ავტორობით შედგენილი ეს დანართი, რომელშიც უფრო დაწვრილებით არის ეს გეორგიევსკის ტრაქტატი 1793 წლის როგორ დაიდო, რომ ეს გულისხმობდა იმას, რომ უბრალოდ უნდა პროტექტორატი გამხდარიყო საქართველო რა კახეთის სამეფო, ხო? ერეკლე მეორის თავკაცობით, მას არ უნდა დაეკარგა სუვერენულობა საშინაო საქმეების დონეზე მაინც და უნდა უბრალოდ რაღაცა ტიპის ქვეშევრდომობაში შესულიყო რუს იმპერატორთან, ხო? და ეს ხელშეკრულება ირღვევა 1801 წელს, იმით რომ პირდაპირ ანექსია ხდება ქართლ-კახეთის და გაუქმება ქართული სუვერენულობა, სადაც მოყვება მე ავტოკეფალიის გაუქმება და ასე შემდეგ და თავისთავად ეგ ხო უკვე დარღვევა იყო ხელშეკრულებისო და ეს მთელი საუკუნე ცხადდება როგორც რაღაც არალეგალური და არალეგიტიმური რუსული მმართველობა კავკასიაში. ამავდროულად იმის გამო რომ უბრალოდ ფაქტობრივად წავიდა ეს რუსული ხელისუფლება რეგიონიდან და დატოვა თავის ბედიღბლის ამარა ეს კავკასიური ხალხები, მაგიტომ შინაარსობრივადაც ბათილი არისო უკეო ეს ხელშეკრულება, იმიტომ რომ ვეღარ დაგიცავს ეს რუსეთი იმათგან, ვისგანაც თქვა ამ შემთხვევაში ოსმალებისგან, ხო, ვისგანაც როგორც მაშინ სპარსელებისგან დასაცავად, რომ ჭირდებოდა ქართულ მეფეს ეს ქვეშევრდომობა, ხო? აზერბაიჯანის დეკლარაციას რო შეხედოს კაცმა 28 მაისს რო აცხადებენ უკვე ქართველების გაძურწვაზე რეაქციად, ძალიან მოკლე არის და ამბობენ, რომ რუსეთის ომმა, ამ რევოლუციებმა, უბედურებამ და ქართველების გასვლამ გვაიძულა, რომ ჩვენც გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა. არანაირი რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა იქ ამ რაღაც მრავალსაუკუნოვან სახელმწიფობრიობაზე საუბარი, იმიტომ რომ ეგეთი არ არსებობდა, ხო? აზერბაიჯანელები როგორც ნაცია, ვიცით რომ 19 საუკუნის ბოლოდან ყალიბდება თავისი პოლიტიკური პარტიებით და ასე შემდეგ. სომხები, რომლებიც ასევე აცხადებენ 28 მაისს, კიდევ უფრო ლაკონურები არიან და ფაქტობრივად იმით შემოიფარგლება, რომ ეს ტექსტი რომ ქართულები და აზერბაიჯანელები გავიდნენ მარტოები დავრჩით და მეტი რა დაგვრჩენიაო, არადან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ისინი იყვნენ.
თურქული საფრთხის და ბევრი სხვა პრობლემის თურქეთიდან გადმოსული გენოციდ გამოვლილი ლტოლვილების და ამ შემდეგ უამრავი სხვა რაღაცის გამო საქართველოს თბილისში დარჩა უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურის ჭიათურა იყო იქ ბათუმი იყო თქვა აზერბაიჯანელებს ბაქო დარჩათ რომელიც ოღონდ ბოლშევიკების ხელში იყო და მოგეთ სომხები ყველაზე უძღეში იყვნენ და იდეაში სომხებს რა პრობლემა უნდა ქონოდათ რომ მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობაზე განეცხადებინათ პრეტენზია ხო მაგრამ აქ იმაზე არ არის რომ უბრალოდ ქონდა თუ არ ქონდა ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორია სუვერენულობის სომხების ბოლო სახელმწიფო მე-14 საუკუნეში დამთავრდა ესეც არ იქნებოდა პრობლემა რომ არა ანუ აქ თავარი რის გამოც მნიშვნელოვანი არის მოკლედ ეს ქართული დეკლარაციის მიერ ხსენება აი ამ დასაწყისშივე აი ამ და მერე დანარჩი ძალიან დაწვრილებით განხილვა აი ამ მთელი ისტორიული იურიდიული კაზუისტიკის ხო სად რა დაარღვია რუსეთმა და რა მუხლში რა იგულისხმებოდა არის ის რომ ფაქტობრივად როცა 1919 წელს და 20 წელს იწყება ეს ცნობილი პარიზის სამშვიდობო კონფერენცია სადაც ეს გამარჯვებული ძალები პირველი მსოფლიო ომის ინგლისი საფრანგეთი ხო განსაკუთრებით იწყებენ უკვე გადანაწილებას, ხო, ხელახალ გადანაწილებას, აი დაშლილი ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის და რუსეთის იმპერიის ტერიტორიების. მან ჩდება ეს ახალი ტიპის არგუმენტაცია, თქვა იგივე ჩეხების ან უნგრელების მხრიდან, რომლებიც შედიოდნენ, ხო, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ აი თქვა ავსტრიის იმპერიაშიც რო აი ერეკლე მეორის და რუსეთის იმპერატორის ნაირად რაღაცა ისე ტიპის დაქვემდებარება რო მოხდა მათი ისე რომ სუვერენულობა არ გაუქმებიათ მათ და რაღაც მომენტში მე უკვე ავსტრიას უნგრეთი მიუერთდა როგორც თითქოს რაღაც გაორებული იმპერია, ხო, ეს ორმაგი სუვერენულობა წარმოიშვა ამ ავსტრია-უნგრეთში და ეს ბოჰემიაც, საიდანაც მე ჩეხები წარმოდგნენ, ასევე რაღაცნაირი, ისე როგორც სხვა ეს ძალიან ბევრი ერი, რომელიც შედიოდა ამ შუალებელ იმპერიაში, უნდა ყოფილიყო როგორც რაღაცა ტიპის ვასალურ თუ ნახევრად ვასალურ ქვეშევრდომობაში მყოფი მეტნაკლებად თვითყოფადი სუბიექტი, ხო? ეს ყველა ეს ჩეხებიც, უნგრელებიც რო ითხოვდნენ უკვე დამოუკიდებლობას, ხო, ეროვნულ სახელმწიფოებრებს აი ამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე უთითებდნენ აი სწორედ აი ესეთ რაღაცა წინა საუკუნეების შეთანხმებებზე, რომლებშიც იგულისხმებოდა, რომ მათი სახელმწიფოებრიობა არც არასდროს არ უნდა გამქრალიყო იდეაში, ხო? Თუმცა რაღაცა მომენტში მოხდა, რომ ავსტრიამ პატარათი ცოტა ხელი წაავლო და ანექსიასავით მოუწყო, ხო? ანუ თითქოს ეს იყო რაღაცა, როგორც ერთი ძალიან კარგი ისტორიკოსი ამბობს, თვლემარე სუვერენულობა იყო, რომელიც პოთხა იღვიძებს. მას მერე რაც ეს გარსი, ასე ვთქვათ, გადაიფერთხა, ხო? და აბსოლუტურად იდენტურ ენაზე მეტყველებს აი ეს ზურაბ ავალიშვილის და სხვა დიპლომატების მიერ შედგენილი აი ეს არგუმენტაცია საქართველოსის როგორიც არ აქვს არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს, არც ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არც უკრაინას და იმითი არის გამორჩეული სწორედ რომ და თქვა სომხეთისგან განსხვავებით იმიტომ ახერხებს რომ მას მობილიზება გაუკეთოს აი ამ ტიპის აი ამ თვლემარე სუვერენულობის გამოღვიძების აი ამ პარადიგმას რომ რეალურად აი ამ გეორგიევსკის ტრაქტატის სახით მას ხელთ ჰქონდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ აი რუსეთის იმპერიაში შესვლამდელ პერიოდს ეხებოდა, ხო? რომელიც შესაძლებელს ხდიდა, რომ ის რაც დაიწყო 26 მაისს ფაქტობრივად აღქმულიყო როგორც აი ამის გაგრძელება, ხო? იმისა, რაც თქვათ გეორგიევსკის ტრაქტატამდე და მის 1801 წელს დარღვევამდე მოხდა. თორე სომხებს რო 1300 რაღაცა წელს რო გაუქმდათ სახელმწიფო და ექსპარსეთმა
ჩაყლაპა ეგ დიდი ვერაფერი შვილი ვერ იყო ხო უშუალოდ აი ამ კონკრეტულად აი ამ რუსეთის იმპერიის რღვევის ფონზე საკუთარი დამოუკიდებლობის მტკიცებისთვის თორე არაფერ შუაში თქვა ეგეთი ტიპის ხელშეკრულება არ დაუდიათ ხო თქვა რუსებთან სომხებს იქ პირდაპირ იყო ერევნის აღება სპარსელებისგან გამოხსნა და ნუ რაღაცა ამიტომ სხვანაირი რაღაცა მადლიერების იდეოლოგიაც შემუშავდა თავიდანვე სომხებში რომელიც პრინციპში ამ ბოლო წლების გარდა მანამდე არც მორღვეულა ხო ყარაბაღის წაგებული ომის ფონზე ასე რომ ხო აი ეს არის მოკლედ ის რაღაცა სტრუქტურა რომელსაც ვიღებთ აი ამ უფრო მემარჯვენე ყაიდის მსჯელობაში ხო ეს გვაზა ვარ ვახსენებ და აი მრავალ საუკუნოვან აი რაღაცა 20 საუკუნეს ქართული სახელმწიფოებრიობისა ხო და აქ საინტერესო რა არის ოღონდ თან ანუ დიდი პარადოქსი და ასეთი ოინობა რომ გარკვეულწილად ეს ავალიშვილი და სხვაები ისე როგორც აი ეს ჩეხები და უნგრელები ვინც ვახსენე ხო ვინც აი პარიზის კონფერენციაზე წარდგებიან თავიანთი არგუმენტებით შეიარაღებულები რატო იმსახურებენ ისინი სახელმწიფოს არის რომ დაგემტკიცებინა შენი ცივილიზებულობა რასაც მე მეყვება ჩვენთანაც ხო ეს ძირძველი ქრისტიანობის და ამ შემდეგ თელის ნარატივი რასაც უფრო ორი ლექციის შემდეგ მიუბრუნდებით უფრო ესე მკაფიოდ არის ის რომ ანუ იმ ავსტრია-უნგრეთში შემავალი ხალხების აი ეს ხელშეკრულებებიც ხო რომლებიც თქოს არ აუქმებდა მათ სუვერენობას და ავსტრიამ მერე უბრალოდ ზედმეტი მოინდომა ისე როგორც ეს გეორგიევსკის ამბავი მდგომარეობს იმაში რომ რაღაცა უფრო ესეთი შუა საუკუნეობრივ ყაიდის შნახმებები არის, სადაც უფრო ჰორიზონტალურად დგება მეტნაკლებად აი ეს რაღაცა დაქვემდებარება, თქვათ ერეკლესსა და იმპერატორს შორის. ხო კი, სადაც არის რაღაცა აღმატებულობა, ხო უზენაესობა, თქვათ იმპერატორისა ერეკლეზე, მაგრამ ისევ და ისევ არ უქმდება ერეკლეს სუვერენულობა, ხო? და აი ეს რაღაცა უფრო ესეთი ჩახლართული ფორმები სუვერენულობის, რაც ახასიათებდა შუა საუკუნეობრივ ფეოდალურ სახელმწიფოებრივ მოწყობებს, ხო? ეს გადმოითარგმნება ავალიშვილის და სხვების მიერ აბსოლუტურად აი ამ მოდერნულ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ენაზე, ხო? აი ამ ტერიტორიული მთლიანობისა, თითქოს თვითონაც არაფერი, ანუ კახეთი რო იყო მარტო ის სუბიექტი, რომელიც შეუერთდა, ხო? აი ამ გეორგიევსკის ტრაქტატს ეგ ცხადდება ფაქტობრივად იმ საქართველოს, რომელიც უკვე წარმოდგება რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, რომელიც უნდა აღდგეს 26 მაისს და აი ეს რაღაცა ტიპის კოდების გადათარგმნა ხდება აი იმ შუა საუკუნეობრივი თუ ადრე მოდერნული პარადიგმიდან აი ამ უფრო აი თანამედროვე ტიპის აი ერთმნიშვნელოვანი სუვერენულობის ენაზე, ხო? რომელშიც საქართველოს პრინციპში უკვე წარმოდგება როგორც ერთი მთლიანობა, რომელიც ასევე როგორც ვიცით ის მთლიანობა, რომელიც ამ რუსული მმართველობის გავლით შედგა, ხო? აი ამ ორ გუბერნიად დაყოფილი ის კონტურები, ხო, რაც თქვათ შეიძინა პრინციპში ამ რუსული მმართველობის გავლით იყო შეძენილი და მანამდე ხო ეს ფეოდალური ცალკეული სამეფოები და სამთავროები ხო ანუ რუსულმა მმართველობამ გაერთიანა მაგ რაღაც ერთიან გეოგრაფიულ მასში მოცემულობაში და აი ამისი გადათარგმნა ხდება მოკლედ აი ამ რაღაცა ახლებურ ენაზე და ეს ირაცხება იმ კონტინუუმად ხო იმ უწყვეტობად რომელიც ათქმევინებს ხო მე უფრო მემარჯვენე ყაიდის პოლიტიკოსებს რომ აი ის რაც 26 მაისს შედგა ეს იყო აღდგენა მტრეთით აღდგომა ხელახალი დაბადება აი მიძინებული მთლემარე სუვერენულობისა რაც მენშევიკებისთვის საერთოდ არაფერი ხეირი არ იყო, იმიტომ რომ მათთვის მხოლოდ ამ დიპლომატიურ საერთაშორისო აღიარების სამუშაოს დონეზე თუ გამოდგებოდა
ეს აი ამ ტიპის არგუმენტაცია თორე საშინაო დონეზე ისინი მათ სხვა პრობლემები ედგათ და ხვდებოდნენ რომ თქვა ჟორდანია 26 მაისს რო წარმოთქვამს აი დამოუკიდებლობის დეკლარაციას რომელიც მართლაც რაღაცა ზეკლასობრივი ერთიანი აი ქართული ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების დეკლარაცია არის, ხო? ამავე დროს ის უკვე 2018 წლის აგვისტოში რო საკუთარი პარტიის წინაშე რო წარდგება, რო უკვე იმ ხალხს დაუსაბუთოს კიდევ ერთხელ რატო არის ეს დამოუკიდებლობა საჭირო, რატო უნდა გამოყოფოდნენ იმ მთლიან რუსულ სივრცეს, რისადმიც იყო გარკვეული წინააღმდეგობები პარტიის შიგნით და იყო თან იმედი რომ ეს ბოლშევიკები გადავარდებოდნენ და დაუბრუნდებოდა ეს რუსეთი დემოკრატიულ თებერვლის რევოლუციის გზას და საქართველოს კავკასიაც ისევ აი რაღაცა პროფედერაციულ ფორმატში გააგრძელებდა არსებობას აი რუსეთის ერთიანი სივრცის ფარგლებში, ხო? და თავის პარტიასთან რო უწევს უკვე არგუმენტაცია, სრულიად სხვა ლოგიკა და ენა ამუშავდება, რაც შემდეგი ლექციის საგანი იქნება უფრო მაგრამ მან სწორედ ჟორდანიასთვის და სოციალ-დემოკრატებისთვის ამბავი არის ის რომ ეს საქართველო რომელიც იბადება 26 მაისს არის არა ის 20 საუკუნოვანი რაღაცა კონტინუუმი, არამედ რაღაცა რაც ფაქტობრივად ნოლიდან იშვება რევოლუციის გავლით, ხო? აქ საუბარიც არ არის იმაზე, თქვა ადრე დაისვა კითხვა, რომელიღაც წინა ლექციაზე, რომ რატო მონარქიის აღდგენაზე არ წავიდა საქმე, ხო იყვნენ არისტოკრატები, ხო იყო თქვა მანამდე ილია ჭავჭავაძე, მისი ბანაკი. მოდეს არც იდგა ასე, ხო? ის არისტოკრატებიც იყვნენ, ვინც მეტწილად მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდნენ, იმ თავითვე რაღაცა ტიპის დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკურ ჩარჩოს მოიაზრებდნენ, ну, სასურველი იყო, რომ პროსტ კაპიტალისტური, ასეთი ეკონომიკით აღჭურვილი ყოფილიყო ეს პოლიტიკური ერთეული. მაგრამ თქვა ჟორდანიასთვის და სხვებისთვის და პრინციპში მათთვისაც აბსოლუტურად თვალნათელი იყო, რომ არისტოკრატიას აღარანაირი ძალა არ ჰქონდა, რომ რაღაც დამოუკიდებელ წარმმართველ პოლიტიკურ ჯგუფად ქცეულიყო და იმდენად დარღვეული არისო, აი ის სახელმწიფოებრივი ტრადიციაა, რომელიც წინათ მონარქიული იყო, ხო? რუსეთის მმართველობისთვისაც და მანამდეც, როცა საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხო? ან სახელმწიფოები, სამთავროები, შუა საუკუნეების ერთიანი სამეფო თუ სხვა, ხო? იმდენად სხვა რაღაცა იყო ეგო და იმდენად საერთოდ სხვა საზოგადოება ვართო, მას მერე რაც გავიარეთ ეს რუსეთის იმპერიის მმართველობა, ხო? თავისი ბატონყმობის გაუქმებით და მთლიანი უფლებრივი სისტემის ტრანსფორმაციით და მით უმეტეს მე რევოლუციით, რომ უბრალოდ აღარაფერი საერთოდ ჩვენ ფაქტობრივად იმ ძველ საქართველოსთან აღარ გვაქვს, ხო? იმ საქართველოსთან, რომელიც გადაიბარა რუსეთმა მე-19 საუკუნის დასაწყისშიო. და ამიტომ თავარი ლეგიტიმაციის წყაროდ იმისთვის რომ შენ ცალკე პოლიტიკურ ერთეულად შედგე, პირველ რიგში მიაჩნიათ ის რომ თებერვალში რო და მანამდე 1905 წელშიც ისედაც თან ერთიან რუსულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში რო შედიოდნენ ამ ერთიანი დიდი ინტერნაციონალური ბრძოლის ნაწილი რომ იყავი, ხო? და ეს თებერვლის რევოლუციამ თითქოს რა იმ დემოკრატიულ გზაზე რო დააყენა ეს რევოლუცია ცარიზმის დამხობის მერე ოქტომბერში ბოლშევიკები რო ასე ვთქვათ გამრუდებენ აი ამ დემოკრატიულ გზას თებერვლის რევოლუციის თავარი ლეგიტიმაცია იმისთვის რომ შენ ასე ვთქვათ გამოეყო ამ სივრცეს არის ის რომ შენ აი ამ შენ პერიფერიაში თუნდაც აი ამ შენ პატარა მოყუჟულ ქართულ სივრცეში ადგე და გააგრძელო აი ეს თებერვლის გზა, ხო? შეინარჩუნო რევოლუციის მონაპოვრები, გააღრმავო რევოლუცია, როგორც ამას უწოდებდნენ და ეს იყოს ფაქტობრივად ის რევოლუციური პროექტი, რომელსაც მართლა ამ შენ უკვე ადგილობრივ ნიადაგზე წარმართავ, ხო? ისე რომ სახელმწიფოებრივ დონეზე შენ ხარ სუფთა ფიცარი, ტაბულა რაზა, როგორც ამას ჟორდანია ამბობს.
ანუ საინტერესო არის ის, რომ თვითონ ეს დამფუძნებელი კრებაც საკუთარი რომ მოიწვიეს უკვე 1919 წლის დასაწყისში, ხო? იმ საყოველთაო არჩევნების საფუძველზე ქართველებმა ესეც ანუ იმთავითვე სახელდებულია როგორც დიდი რევოლუციის, თებერვლის რევოლუციის გვირგვინი და მის მონაპოვართა დაცვა. დღეს რაღაცა ისე ხდება ხოლმე ამ დამფუძნებელ კრებას ლაპარაკი, რომ აიბოთ პარლამენტი შედგა რაღაცა ქართული ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებში, ხო? ნუ როგორც უნდა შედგეს ნებისმიერ დემოკრატიულ ომაში, მაგრამ ის რომ ეს მათთვის იყო გარკვეულწილად აი იმ დიდი რუსული სივრციდან ფაქტობრივად გადარჩენა აი ამ პატარა რაღაცა კუნძულზე იმ დიადი იდეალების რომელზეც ისინი ნუ ფიქრობდნენ რომ ამ დიდი სივრცის გარეშე ეს ვერ იმუშავებდი, ვერ შეინარჩუნებდი, ხო? და ამიტომ ეთანაღრებოდათ ეს დაპატარავება, ასე ვთქვათ, ხო, სამოქმედო არეალის. აი ესეთი რაღაცა მიმართება ჩდება აი ამ ცენტრსა და პერიფერიას შორის, ხო, სადაც პერიფერია უკვე პრეტენზიას აცხადებს, რომ ის არის ავანგარდში და აკეთებს ისეთ რამეს, რასაც ცენტრმა უღალატა, ხო? და პირველი სესიაც, რომელიც კრების გახსნის, მათ სპეციალურად დაამთხვიეს 2 წლის თავს თებერვლის რევოლუციის, ხო, ახალი სტილით უკვე 12 მარტს. რაც ახლა თავისთავად, აი თავისი ამ სიმბოლიზმით და აი ამ საქართველოს დამფუძნებელი კრების ისევ მაინც რუსეთის თებერვლის რევოლუციის 2 წლის თავზე გახსნის ამ ამბავს ეს მემარჯვენეები, ედპელები ძალიან ჭვით უყურებდნენ, იმიტომ რომ ეს რევოლუცია თავისთავად ზედმეტად პრობლემური და ესეთი სახიფათო რამე იყო მათი აზრით, მით უმეტეს ვთქვათ ეს რუსული რევოლუციის უკვე მერე ბოლშევიკურ რელსებზე გადასვლის გამოც ნამეტანი ასოცირდებოდა უკვე აი სამოქალაქო ომთან და ქაოსთან, რომელიც გამოიწვია მერე უკვე ამ რუსული დამფუძნებელი კრების გარეკვამაც. და მათი აზრით ეს არ იყო საკმარისად მყარი საფუძველი, რომ დაშენებულიყო ამაზე დამოუკიდებლობის ნარატივი და ამიტომ თქვა იგივე აი ეს გვაზავა, უფრო აი ურჩევნია ხოლმე, რომ აი ომზე თქვას, რომ აი ომი, პირველი მსოფლიო ომი იყო ის, რამაც დაარღვია უბრალოდ ეს რუსეთის იმპერია. ეს არის რაღაცა გარე ფაქტორი, სტიქიური ძალა, რომელიც უბრალოდ ისევ და ისევ გარედან პატარათი შეარყია ეს რეგიონი და აი ამ თვლემარე სუვერენულობას საქართველოსი მისცა საშუალება, რომ ისევ გაეღვიძებინა, ხო? ისე რომ ზედმეტი რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ძალა არ ენიჭება, თქვათ იგივე ამ ომს, ხო, როგორც აი რევოლუციას ანიჭებდნენ მენშევიკები, როგორც განუყოფელ ფუნდამენტს აი პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა. და თან ანუ სულ იმას უსვამენ ხას, რომ იმისთვის რომ გადავრჩეთ როგორც დამოუკიდებელი ერთეული, გვჭირდება ამ დასავლური კაპიტალისტური ძალების მხარდაჭერა, მაგათ ვეხვეწებით რა, გვაღიარეთ და მიგვიღეთ ამ საერთაშორისო იმაში, ხო, ოჯახში დამოუკიდებელი ერების და თქვენ აქ ამ რევოლუციონერობანას რომ თამაშობთ და იჩემებთ რომ ისევ აი რევოლუცია და რევოლუციური მონაპოვარების დაცვა და ასე შემდეგ, ნუ ეს აშინებსო, აფრთხობსო იმათო, ხო? და ამიტომ ნუ ერთხელ სამუდამოდ თქვათ, რომ საქართველოში მაინცო ეს რევოლუცია დამთავრდა 26 მაისსო და მოვრჩეთ ამ ლაპარაკს, ხო? რასაც ნუ ასევე ძალიან დიდი ხმაურობა მოყვება ხოლმე როგორც ყოველთვის. ისევ როგორც პირველი მაისის გამოცხადება რომ უნდათ უქმე დღეთ, ამაზეც ეს ედპელები ახტებიან რომ რასაჭიროა ეს ინტერნაციონალური დღესასწაული და ნუ თქვათ იქ ვლასამ გელაძე ერთ-ერთი ლეგენდარული მენშევიკი მართლა ამოხტება ტანსაცმლიდან რომ რას მიქვია ამისთვის დაიხოცნენ ჩემი ძმაკაცები და თქვენ ვიღაცა სპეკულანტები აქ რას რამდენს ბედავთო ჩვენც თუ წესად არ მოგცევით გავრეკავთ ამ კრებასო ანუ იმდენად ეს არის ეს საფუძველი არ ქონდა გარეკვას იმიტომ რომ სრული უმრავლესობა ქონდათ ამ მენშევიკებს და რეალურად უბრალოდ დებატების ამბავი იყო ის რომ თქვათ ედპ ან თქვათ ის დანარჩენი ორი უფრო კიდევ რადიკალური მემარცხენე პარტია სოციალისტ ფედერალისტები და სოციალისტ რევოლუციონერები
უბრალოდ მართლა შლეივს ქმნიდნენ და უბრალოდ საინტერესო დისკუსიები იმართებოდა, თორე ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც უნდოდა სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობა უპრობლემოდ იღებდა ხმათა სრული უმრავლესობით. მაგრამ ხო, ანუ აი ესეთი რაღაცა შეხლა-შემოხლები არის ამ დამფუძნებელი კრების საქმეებში, რომლებიც ყოველთვის ძალიან საინტერესო საკითხავია და მართლა ძალიან ცოცხალ პროცესში მოგახელთებინებს აი ამ რაღაცა დუღილს, ხო, რომელიც თელიას რესპუბლიკა იყო თავისთავად თვითონ. და საინტერესო არის ის, რომ იგივენაირად, მაგალითად, უკვე კონსტიტუციაზე რომ მუშაობს ეს კონსტიტუციის წერის კომისია, ხო, დამფუძნებელი კრებისა, მანდაც თქვათ იმ უფრო აი იმ სოციალისტ რევოლუციონერებს აქვთ მაგალითად სურვილი რომ თქვათ საბოლოო ვერსიაში ხო კონსტიტუციას წინ უძღვის პრეამბულად დამოუკიდებლობის აქტი და ვითომ უნდა ხსენებულიყო ეს დიდი რევოლუციაც რუსეთის თებერვლის რევოლუცია როგორც წყარო იმისა საიდანაც საერთოდ ეს კონსტიტუცია მოდის მაგრამ ნუ EDP რა თქმა უნდა კატეგორიული წინააღმდეგია ამისი ძველი მიზეზების გამო და საბოლოო ჯამში საინტერესოა რომ თვითონ სოციალ-დემოკრატებიც უარს ამბობენ და ესეთ ლამაზ ელეგანტურ კომპრომისს აყალიბებს რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრი და ერთ-ერთი მთავარი ავტორი პირველი კონსტიტუციის ის ამბობს რომ არც მემარჯვენებს და არც აი მემარცხენებს ხო იმ რადიკალურ მემარცხენებთან არ ესმის რეალურად ის სპეციფიკა ის აბსოლუტური თვითყოფადობა რაც ახასიათებს აი ამ ჩვენს ქართულ პოლიტიკურ პროექტს ხო იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუცია რა თქმა უნდა გამოვიდა ერთის მხრივ აი დამოუკიდებლობის აქტიდანო ხო და მეორეს მხრივ დიდი რევოლუციიდან თებერვლის მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ რევოლუცია ჩვენში გაყვა განსაკუთრებულ გზას და არა რუსეთის დიდი რევოლუციის გზას ხო რომელიც ბოლშევიზმში გადაეშვა და მე უკვე სამოქალაქო ომში ხო რაც უკვე მძვინვარებს 19-20 წელსში და ის გაყვა საკუთარ უკვე თამამად შეიძლება ითქვა საქართველოს რევოლუციონურ გზასო ხო და ეს არის ფაქტობრივად ის რაც მათთვის რისი სიმბოლოც არის 26 მაისი ხო და ამიტომ არის რომ ხელ რაღაცა მომენტში აი ამავე პერიოდში 1920 წლის ბოლოსკენ აი ეს დროშის ამბავით რაღაცა ხელახლა მოითარგმნება თქვა აკიჩხენკელი ასევე მოწინავე სოციალ-დემოკრატია ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია დამოუკიდებლობისა აი ესე გადაწყვეტს აი იმ დაძაბულობას რაც არსებობდა ხო იმ ორ დროშიანობას შორის რომ ამბობს რომ თვითონ ეს შინდისფერი წითელს უწოდებს თვითონ ფონიო რაც აქვს აი ეროვნულ დროშასო ხო ეგ არისო აი ის სისხლისფერიო რომელიც მუშებმა დაყვარესო არა მარტო რუსეთშიო და ჩვენთან არამედ ევროპაში საერთოდ თელსოფლიოში მთელი უკეთ საუკუნეების მანძილზე რაც კი იღურებოდაო მშრომელების სისხლიო თავისუფლებისთვის ხო და თქვა მე პავლე საყვარელიძე ასევე მეორე სოციალ-დემოკრატია რომელიც კიდევ უფრო ლაკონურად იტყვის რომ ეს ნაციონალური დროშა არის სინთეზი დიდი რევოლუციის და ჩვენი ეროვნული იდეის ხო ანუ ეს წითელის აი რევოლუციური წითელის გაწოვა ხდება იმაში ხო ინტეგრირება ხდება იმ შინდისფერში და შინდისფერის ასე ვთქვათ შინაარსად და შიგთავსად და რაღაც წარმართველ ძრავად იქცევა ეს წითელი რეალურად ხო ან ფაქტობრივად ეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არის რაღაცა რევოლუციის გაგრძელება სხვა საშუალებებით ხო როგორც კლაუზევიცმა რო თქვა ამაზე ომზე რომ არის ხო პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებებით თუ რაღაცა უფრო იმ შევიწროებულ ტერიტორიაზე არის რაღაცა რევოლუციური პროცესის გაგრძელება ხო და ეს არის ის რაშიც ბოლომდე ნარჩუნდება მოკლედ ეს დაძაბულობა ხო ან რა თქვა აი ერთი რიტმის თუ ერთი დროის ხო აი ეროვნულ სახელმწიფოებრივი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის რიტმის მუდმივი დასერვა ან გაორება აი იმ რევოლუციის უფრო ესეთი წყვეტილი ფეთქავი დროის მიერ რაც ახლა ბოლოსკენ შეგვიძლია უბრალოდ ეს სქემატურად იმისთვის რომ აი გავხსნათ კიდე შემდგომი ლექციების განსახილველად ესენი
საკითხები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ აი ამ სახით ეს გაორებები ასე ვთქვათ, ხო? რომ ერთია რომ ესე იგი რაც ქნეს ქართულ მენშევიკებმა, ხო, განსხვავებით იმისგან რაც მოხდა 1917 წელს ცენტრში, ხო, პეტროგრადში, სწორედ იყო ის რომ იქ რა ეს ორხელისუფლებიანობა რო შეიქმნა იმ დროებით რევოლუციურ მთავრობასა და იმ საბჭოებს შორის, რომლებშიც მუშები და ჯარისკაცები იყვნენ, ხო? და თქვათ მე ლენინის მოწოდება რო არის რომ მთელი ძალოფლება საბჭოებს გადაეცეთო და ოქტომბრის რევოლუცია სწორედ ეგ რო არის, ხო, რომ საბჭოები დაიპყრობენ ასე ვთქვათ სახელმწიფო ხელისუფლებას, რაც იწვევს მერე იმ სრულ გაუცხოებას და მივღებლობას იმ კლასებში, რომლებიც ისედაც ცოტა ესე მითი შეხვდნენ, ხო? ცივად შეხვდნენ რევოლუციას და მართლაც მერე უკვე სამოქალაქო ომი ჩახდება, ხო? აი ამის ნაცვლად ფაქტობრივად რაც ხდება 18 წელს 26 მაისის მერე არის ის, რომ ჟორდანია განსაკუთრებით როგორც თავარი ავტორიტეტი ახერხებს, რომ აი ამ თბილისურ თავარ მუშათა საბჭოს არწმუნებს, რომ მათ გადასცენ უკვე აი ამ სახელმწიფო ხელისუფლებად შემდგარ სოციალ-დემოკრატებს სრული ძალაუფლება, იმიტომ რომ აწი ეს არის საჭირო, რომ გამტკიცდესო თვითონ ეს რევოლუციური პროექტი, რესპუბლიკა როგორც რაღაცა რევოლუციური პროექტიო, მაგრამ თვითონვე ინარჩუნებენ მუდმივად თავიანთ მეტყველებაში, თავიანთ ლოგიკაში აი იმ რაღაცა კლასობრივ რიტორიკას, თუ ლოგიკას, რომელიც გამსჭვალავდა, თქვათ, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, როგორც ცალკე პარტიას, ხო, როგორც აი მშრომელთა დაბალი ფენების პარტიას, ხო? ანუ ერთის მხრივ ყალიბდება, თქვათ, ეს რაღაცა თანასწორ უფლებიანი დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს ერთნაირად მინიჭებული განურჩევლად კლასისა და ეთნიკური წარმოშობისა თუ სქესისა ყველანაირი უფლება და ეს რაღაც უფრო ეს ფორმალური აბსტრაქტული გაგება მოქალაქეობის აბსოლუტურად ეს არის, მე როგორ კონსტიტუციაშიც არის, რა თქმა უნდა, გამყარებული, მაგრამ აი ეს აბსტრაქტული გაგება სულ მუდმივად არის ისევ და ისევ გადასერილი აი იმ უფრო მეორე გაგებით, რომელიც უფრო შინაარსიანი, უფრო პარტიკულარული არის, უფრო კერძო არის და ეყრდნობა კონკრეტულ სუბიექტებს, ხო, როგორც არიან აი ეს შენკელის მიერ ნახსენები, ხო, შეგნებული ქართველი მუშა, რომელიც თქვა სახალხო გვარდიაში იბრძვის თავის სისხლით და ხორცით აი ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის, ხო? ესეც რაღაცა ეს მუდმივი გაორება აი ამ მოქალაქეობის გაგებაში და ზოგადად ასეთივე გაორებული იყო თვითონ დემოკრატიის გაგებაც, რომელიც დღეს ჩვენთვის არის, ხო? დემოკრატია ნიშნავს რაღაცა თანაბარ უფლებიან მას ხო ბრძოლას რაღაცა კონკრეტულ ინსტიტუციურ ჩარჩოებში, ეს რაღაც უბრალოდ მართლობის ფორმა, როგორც წესი და აბსოლუტურად დაკარგულია ის კონოტაცია, რომელიც მაშინ ჰქონდა დემოკრატიას, როცა ის აღნიშნავდა ხოლმე, თქვა ჟორდანიას პირიდან, თუნდაც აი იმ რაღაცა მუშების, გლეხების და აი მესჩანების როგორც ფენების ერთობლიობას და მათ მერე პოლიტიკურ ალიანსს უკვე იმ ბურჟუა და არისტოკრატი უმცირესობის საპირისპიროდ, ხო? ამიტომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რო ქვია იმ სახელმწიფოს, ხო? ეს არის ერთის მხრივ რაღაცა მართლა ფორმალური ინსტიტუციური საყოველთაო უფლებრივი ჩარჩოს მაღიარებელი პოლიტიკური ერთეული, მაგრამ ის მუდმივად ხას უსვამს იმას, რომ ის რაღაცა გამსჭვალული არის აი ამ კონკრეტული კლასობრივი ალიანსის ამითი ის არის უპირატესი, ხო? რაც არ უნდა ეს არ აისახებოდეს უფლებრივ მდგომარეობაზე, როგორც თქვა საბჭოთა რუსეთში აისახა, სადაც მართლა პირდაპირვე, ასე ვთქვათ, მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად გამოცხადდნენ ისინი, ხო? არა მშრომელი ფენები, ხო? ცალკე საკითხი არის, ხლა აქ ვეღარ შევეხებით ეს ტერიტორიის, აი სივრცის საკითხი, ხო? იმიტომ რომ აქ ეხა უფრო ეს დროის
ამბავი მიმოვიხილეთ, ხო? ეს სხვადასხვა ტიპის დროები, როგორ ერთმანეთს ეკვეთება და ერთმანეთში იხლართება. მაგრამ თქვათ, იგივე მემარჯვენეებისთვის რო არსებობდა ეს უფრო ისტორიული საქართველო, ხო? ეს ისტორიულ საზღვრებში მოქცეული საქართველო, ეს მენშევიკები განსაკუთრებული ესეთი ენთუზიაზმის მომენტებში იმას იჩემებდნენ, რომ აი ხო გადავარჩინეთ რევოლუცია ახლა აქ ამ ჩვენ პატარა საქართველოში, მაგრამ მალე იმასაც მოახერხებთ, რომ იქით კავკასიონის ქედს გადავკვეთავთ და იქით დავეხმარებით იმ დიდ საწყალ რუსეთს, რომ დავიხსნათ ბოლშევიკებისგან და დავაბრუნოთ დემოკრატიულ რელსებზე, ხო? და ამაზე, თქვათ, სპირიდონ კედია ერთ-ერთი EDPL-ი, სხვაებიც მასეუნებიან, რომ დაწნარდით, პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმხელა რესურსი, რომ ჩვენ შევძლოთ რვინმეს თავზე მოვახვიოთ ჩვენი საკუთარი რევოლუციური პროექტი და ისეაც გვჭირდება ამ დასავლური, ამ კაპიტალისტური ძალების მხარდაჭერა, რომ საერთოდ არ ჩაკვლაპოს სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმა და ამიტომ ზომიერ ლიბერალურ პოლიტიკას მიმართეთ თქვენი ჭირიმე არ გვინდა ზედმეტი ისინი ექსცესები, ხო? ანუ ესეც და სულ აქვთ ეს პრობლემა მემარჯვენეებს, რომ გეყოთ ეს რევოლუციური ფრაზები, ეს სოციალისტური ჟარგონი, როგორც ამას ზურაბ ავალიშვილი ეძახის, ან თქვათ კვინიტაძე იმას ჩივის, რომ გადააყოლესო ქვეყანაო მენშევიკებმაო თავიანთ ამ რევოლუციონერობანას თამაშს, ამ ფრანგული რევოლუციის პერსონაჟებს რო ბაძავდნენო და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს რამდენადაც აი ამ ჟარგონად მოიხსენიებენ და თითქოს რაღაცა ეს იყო, ხო, ესეთ მეოცნებე იდეალისტური რაღაცა უფოფები იყო მემარჯვენეების პერსპექტივიდან აი ეს თელი რევოლუციონერობანა, ხო? იმდენად თვითონ მუდმივად აღიარებენ, აი მაშინდელ ტექსტებზე რომ მაშინდელ მათ გამონათქვამებს ვკითხულობ ან უფრო გვიანდელ მოგონებებს თვითონ აღიარებენ, რომ ეს ხალხი იყო, აი ესა, ხო, ეს ახალგვარდიელი კონკრეტულად და მისნაირები იყვნენ ის ძალა, ვისაც იყო საკმარისი შნო და მსხვერპლად გაიღო საკმარისი ხო საკმარისად ხო თავის თავი იმისთვის რომ საერთოდ შესაძლებელი გამხდარიყო დამოუკიდებლობა, როცა ამისი დრო მოვიდა ამის გარეშე უბრალოდ ვერც გაიღვიძებდა ის მთლემარე სუვერენობა, რომელსაც ეს მემარჯვენეები აწვებოდნენ, ხო? ირონია მეორე მხრივ ის არის, რომ თქვათ მემარჯვენეები რო ეუბნებოდნენ მენშევიკებს, რომ შეეშვით თუნდაც იმისთვის ამ რევოლუციონერობას, რომ აღიზიანებს ეს იმ დიდ სახელმწიფოებს დასავლეთში და გვირთულებს აღიარების მოპოვების საქმეს. ეს დასავლურ აი ამ იმპერიალისტურ ძალებთან კავშირები იყო ის, რის გამოც ვთქვათ ბოლშევიკები ეძახდნენ მენშევიკებს ამ რაღაცა იმპერიალიზმის დამქაშებს და ლაქიებს და ასე შემდეგ, ხო? უსამშობლოებს და გაყიდულებს და რა არა, ხო? და თითქოს მერე მოხწერთ ბოლშევიკური უკვე იმითი შემოჭრით მოხდა რეალური სუვერენობის აღდგენა თითქოს საქართველოსი, ხო? მაგრამ ვთქვათ რო დაუკვირდეთ რეალურად როგორ იდგა საქმე აი ამ ორმაგობაში, აი ამ რევოლუციურ ენასა და მეორეს მხრივ აი ამ თქვა საერთაშორისო დონეზე საჭირო აი ამ რაღაცა უფრო ამ სუვერენობის ენას შორის აღმოჩნდება, რომ როცა თქვა ჯერ გერმანული ჯარები და მერე მათ დამარცხების მერე ბრიტანული ჯარები რო დგანან აქ, ხო, ძალიან დიდი საოკუპაციო მართლა ეს რო არის კონტინგენტი რო არის, განსხვავებით თქვა იმ სხვა ყოფილი რუსული პერიფერიებისგან, სადაც ასევე იყვნენ, ხო, ბალტიისპირეთ იქნებოდა ეს უკრაინა, არსად ყველგან ბევრად უფრო ერეოდნენ შიდა საქმეებში, იმიტომ რომ ყველგან ბევრად უფრო ნაკლებად მყარი იყო, თქვათ ეს ადგილობრივი ხელისუფლება. მაშინ როცა აქ ეს მენშევიკები იმდენად მყარად იყვნენ, იმდენად რაღაც ესეთი მართლა თვითყოფადი და ის იყო ორფეხზე მდგომი იყო ეს მათი პოლიტიკური პროექტი, რომ მათ შეეძლოთ ეს დამოუკიდებლობა გაემყარებინათ იმით, რომ აი ამ დიდი რაღაც სახელმწიფოს პროტექცია
მიიღოთ, ისე ვიყოთ, რომ არ დაეთმოთ თავიანთი ეს რაღაცა თვითყოფადი პოლიტიკური პროექტი, რაც იყო ეს, რომ აი ბოლშევიკური, ასე ვთქვათ, გადაგვარებისგან დაეცვათ ეს რევოლუცია, როგორც ცოცხალი პროცესი, ხო? ასე რომ ხო, ანუ ირონიულია მოკლედ, რომ ის რის გამოც ადანაშაულებდა, ხო, ბოლშევიკები მენშევიკებს, ანუ იყო სწორედ ბოლშევიკებისგან დაცვა, საკუთარ თავის დაცვა იყო ის რის გამოც მენშევიკები შედიოდნენ რაღაც ტიპის ალიანსში იმ დასავლურ არასოციალისტურ ძალებთან, ხო? და ბოლშევიზმის მიერ რაღაც შერყვნილი და სამოქალაქო ომში გადაჭეხილი რევოლუციის დაცვა იყო მთავარი მიზანი, ხო? ხო, აი ეს არის მოკლედ ის რაღაცა, ეს დილემების ერთობლიობა და რაღაცა ეს ცოცხალი კამათის სივრცე, რაც ასე თვალსაჩინო ხდება აი ამ ცალკეულ სიმბოლოების გარშემო კამათში და რაც ვერ ამოიწურება იმის თქმით, რომ ეს რაღაც უფრო იდეოლოგია იყო ეს რევოლუციონერობანა და სინამდვილეში უბრალოდ რაღაცა ესეთ ჩვეულებრივ ეროვნულ სახელმწიფოს აშენებდნენ ეს მენშევიკები, ხო? თუ მასე ვიტყვით, როგორც დღევანდელი პერსპექტივიდან თქვათ ეს ისტორიკოსები მასშტაბიან ხოლმე აღწერან ხოლმე, ვერ გავიგებთ მთელ იმ რევოლუციურ ლოგიკას, რომელმაც საერთოდ მოიტანა ის შედეგები, რაც მივიღეთ, ხო? რამაც საერთოდ მოიტანა დამოუკიდებლობა და მე მთელი ის დავა, რაც თვალსაჩინო ხდება, როცა უკვე ვუყურებთ აი ენას, ხო, რომელზეც მიმდინარეობდა მთელი ის პოლიტიკური პროცესი მაშინდელი, ხო? და ვერ გავიგებთ როგორ შეიძლებოდა რომ სახელმწიფო, ხო, ეს ეროვნული სახელმწიფო თვითონ ყოფილიყო არა რევოლუციის დასასრული, არამედ ცალკე რაღაცა თვითყოფადი რევოლუციური პროექტი, ხო, როგორც ქიქოძე იტყოდა, საქართველოს როგორც საკუთარი რევოლუციური პოტენციის მქონე ძალა. და ამიტომაც არის რომ ეს თვითონ რო იყო რაღაცა რევოლუციური პოტენცია, მაგიტომ მიაშლა თქვა გერონტი კიკოძეს, რომელიც მემარჯვენე იყო იდეაში, მაგრამ სოციალისტური ელემენტებით ამბობს რომ აი თქვა აზერბაიჯანი რო დაეცა, ხო, სომხეთი რო დაეცა ბოლშევიკური შემოჭრის ფონზე, ეს მოხდა იმიტომ ესე მარტივად რომ მათში არ იყო ეს რევოლუციური პოტენცია. და მართლაც რეალურად ყველაზე მეტი ბრძოლით და ძალისხმევით სწორედ ყველაზე ბოლოს საქართველოს აღება მოხდა, ხო? წითელი არმიის მიერ და რომ არა ეს რაღაცა ბევრად უფრო რაოდენობრივად დიდი ფიზიკურად გადამძალავი რაღაცა ძალა მიუხედავად ყველანაირი შიდა პრობლემისა რაც ჰქონდა პირველ რესპუბლიკას ნამდვილად არ ეწერა, თქვათ, ესეთი ადრეული აღსასრული. ეს არის მოკლედ ის, რაც ძალიან ზოგადად პრინციპების დონეზე შეგვიძლია მოუხაზოთ, ხო? და შემდეგში უკვე შევეხებით უშუალოდ ეს რევოლუციური პროექტი რაში მდგომარეობდა, ხო, დემოკრატია რაში მდგომარეობდა, რესპუბლიკა როგორ ესმოდა და ჟორდანია თვითონ როგორც მთავარი ავტორიტეტი როგორ განმარტავდა ამ ყველაფერს. მაგას შევეხებით, იმის შემდეგ გადავალთ უკვე აი იმ მომენტზე, როცა რაღაცნაირად ერთმანეთს ერწყმის აი ეს თითქოს უფრო კულტურული, ისტორიული, ეს უფრო მემარჯვენე ვარიანტი რესპუბლიკის ინტერპრეტაციისა. ერწყმის ამ სოციალისტურს და თან ბოლშევიზმთან გამიჯვნის მეტი გამიჯვნის ძიება იწყება, რაც უფრო წინ იწევს წითელი არმია ჩილოეთ კავკასიაში და მე უკვე კავკასიაში საქართველოს გარშემო და საერთოდ ქართველი ხალხის განმარტება როგორი არის, მე უკვე მაგას შევეხებით, მე უკვე მეათე ლექციაზე აი ამ სივრცის და ამ ტერიტორიულობის კონტურებს მოვხაზავთ უფრო და ვალიკო ჯუღელის ამ ცნობილ დღიურებს წავიკითხავთ და განსაკუთრებით აი ოსების პრობლემას გამოვყვეთ, რომელიც მაშინ იწყება, ხო, მთელი ის კონფლიქტები, რაც დღემდე მოხდგამს და რა ტიპის მეხსიერებები არსებობს იმაზე, როგორი ეს ჩახშობა მოხდა, ხო, ოსების აჯანყებების
ამ რესპუბლიკური ძალების მიერ და როგორ შეგვიძლია გადავიაზროთ და ვაქციოთ ეს რაღაცნაირად დღევანდელი გადმოსახედიდანაც რაღაცნაირად კრიტიკული რეფლექსიის საგნად. და მე-11 ლექციაზე უკვე რაღაცნაირად შევაჯამებთ და დღევანდელობის სამომავლოდ დავსახავთ ხედვებს და ხელახლა გადავღეჭავთ რაღაცნაირად განვლილ მასალას, მაგრამ ნუ დღეისთვის ეს არის და ეს დიდი მადლობა. მე ცოტა ხნის წინ წავიკითხე სურამ ბავანიშვილის ტექსტი რა ხონდა და ძალიან შემიყვარა. ხო. მაგრამ რაღაცები მაფიქრებდა სულ. განსაკუთრებით მაგალითად ის პასაჟები როცა ამბობს რომ საქართველოში გამყარდა სოციალისტური დიქტატურა. და რაღაცა ძალიან ის რაღაცა აროგანტული დამოკიდებულება მოკლედ. ჟორდანიას თავი ერთი ამის სხვა პერსპექტივიდან მინდოდა და პრინციპში ხასიათი შევძენილი. მაგრამ ასევე რაც ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ამ ავალიშვილის წიგნის კითხვისას, მეც დავფიქრდი აი ამ დროის უწყვეტობაზე. როგორც ჩანს თვითონ წიგნმა მიიღო და ვფიქრობდი რომ ეს რაღაცა ჰორიზონტალური ისტორიული ხაზი და ამ ხაზზე ამ ქართველობის დანახვა, რომელიც სადღაც მინავლებულია და მე აი იმ კვერცხლიდან აი რაღაცნაირად ესე წავიდე. თუმცა ეს პირდაპირ ამაზე არ წერს რაღაცა. ასე აიგო ისე თხრობა ჩემთვის რა. ხო და ზუსტად ამის სხვა პერსპექტივიდან დანახვა მინდოდა და ამიტომ ძალიან ვიშქავდი დღეს რომ მომესმინა ეს სხვა პერსპექტივა და რა მართლა ის იყო რაღაცა თვალსაჩინო საქართველოსავით იყო ეს თუმცა მაქვს რაღაცა კითხვები მაგრამ მაინტერესებს როგორ წარმოედგინათ რევოლუციის გაღრმავება რასაც ამბობდი თქვათ როგორ შეიძლებოდა ის ხაზი რომელიც უთავიდან ქონდა ჟორდანიას თავრობას სოციალ-დემოკრატიული კიდევ უფრო ანუ რამდენად რეალისტური იყო idეაში ეს მისია, რასაც ხედავდნენ საკუთარ თავზე, რომ ეს რაც აქ დაამყარეს პერიოდში ძალიან გვახსნილი შემიერთა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ კი პირიქით აქაც გაერღვევებინათ და კიდე ცენტრისთვისაც მიეწოდებინათ რაღაცა გაყვალულ გზად. ეს ძალიან მიამბიციურება. ხო. და მის რეალისტურობაზე არ ვიცი მოვისმენდი შენს აზრს თუ შეიძლება. ძალიან კაი სარი რა კომენტარიან, კითხვიან ყველაფერი და ხო ანუ ეს ავალიშვილი მართლა რაღაცნაირი განსაკუთრებული დოკუმენტი არის რა, იმიტომ რომ გარდა არაჩვეულებრივად წერს არის მართლა ერთ-ერთი მთავარი ავტორი ამ დამკვირვებლის დეკლარაციის და მერე უკვე მთავარი წარგზავნილი იმ გერმანელებთან და მთელ დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებთან აღიარების საკითხში და მენშევიკები წარაგზავნიან მას თვითონ ხო იმიტომ რომ ამ მემარჯვენეებს არ მაშვებოდნენ არ ძირავდნენ ხო პირიქით საჭირო იყო თავიდან კოალიციურ მთავრობაც კი იყო და დიპლომატიურ სამსახურში მით უმეტეს ძალიან აქტიურად იყენებდნენ ხო და რაც დასვი ხო ეს კი კითხვა რომ იმ ავალიშვილის წიგნში საქართველოს დამოუკიდებლობაზე საერთაშორისო პერსპექტივიდან რომ ამ სოციალისტურ დიქტატურას ახსენებს, ხო, თქვათ იმ სოციალისტურ დიქტატურას უწოდებს, რაც დაამყარეს, თქვათ, სოციალ-დემოკრატებმა საქართველოში თან მუდმივი ეს რაღაცა კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს ჟორდანიასთან და დანარჩენ მენშევიკებთან თანმოყრით რაღაცნაირი პატივისცემას და იმისი მუდმივი აღიარება რომ ნუ მაგათ ხელში იყო, მაგათ ჰქონდათ ფაქტობრივი ძალაუფლება და იმისი თქმა, თქვათ ის რაც მე ბერიამ გააკეთა რომ წაშალა საერთოდ მენშევიკები ხო მთლიანად ამ ამიერკავკასიის რევოლუციური ისტორიიდან მსგავსი რაღაცა არც 20-იანი წლების ბოლშევიკებს მოსულიათ არც ფილიპე მახარაძეს და არც არავის და თქვა მით უმეტეს არც მემარჯვენეებს იმისი უარყოფა რომ მენშევიკებს ჰქონდათ აბსოლუტური ჰეგემონია მათ შორის თუნდაც რა ვიცი გინდა არისტოკრატიაზე და ყველა სხვა ფენაზე, რამაც მოიტანა ის, რომ თქვა ჟორდანია გახდა მართლა არა მარტო პარტიის ბელადი, არამედ ერის წინამძღოლად იქცა იმ 1907 წლის ბოლოდან მოყოლებული და მას ბუნებრივად მოხდა, რომ მას ჩაბარდა 26 მაისს
წარმოთქმა იმისი ტექსტის და მისი თანხმობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ მომხდარიყო, ხო, ეს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტა, მაგასაც აღწერს, ხო? ავალიშვილი ბათუმში რო ჩადის ჟორდანია და ნუ ყველა სხვადასხვანაირად ყვება იქ რა მოხდა რეალურად, მაგრამ ნუ ის რომ მის ჟორდანიას თანხმობის გარეშე ეს ვერ იქნებოდა და იმეცადინა ჟორდანიამაც ამ ხალხთან, ვისაც ცოტა მეტი ქონა ნაფიქრი უშუალოდ დამოუკიდებლობაზე, ეს ნუ ფაქტი არის. და ავალიშვილთან არის პრინციპში ქართულ ენოვან სივრცეში ყველაზე ლამაზად და ბოლომდე კაფიოდ ფორმულირებული ეს მეტაფორიკა აი ამ თვლემარე სუვერენულობის, ხო, რომელიც ვახსენეთ, რომელიც უფრო დამახასიათებელია იმ ჩეხების და უნგრელების და იმ ავსტრო-უნგრეთის შემავალიერების იურიდიული მისთვის არგუმენტაციისთვის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და ეს ხო ეს რაღაცა ლაზარესავით აღმდგარი საქართველოს და ეს სულ გასდევს, ხო, ავალიშვილის წიგნზე როგორც ის არის ავტორი ძალიან კარგი 1901 წელს გამოცემული ამ საიუბილეოდ 1801 წლის საიუბილეოდ გამოცემული წიგნისა იმაზე როგორ მოხდა შეერთება რუსეთთან და რამდენადაც 1901 წელს გაგანია цаრისტული ცენზურის და ამის ავტოკრატიის პირობებში შეიძლებოდა არის ესეთ სტრიქონებს შორის შეპარებული რეები დაირღვა და უბრალოდ როგორ პრინციპში გარდაუვალი იყო რომ უფრო ცივილიზებულ ძალას ამ რუსეთს მაშინ ევროპეიზაციის ასე ვთქვათ მოტორს საქართველოსთვის შეუძლებელი იყო არ ჩაეყლაპა საბოლოო ჯამში მოკლედ ეს უფრო ფეოდალურ შუასაუკუნეობრივ საფუძველებზე მდგომი ერთეული მოკლედ ანუ ავალიშვილი მაგრე ძალიან ფუნდამენტური ფიგურაა და ეტყობა ყველანაირად მის ამ ნაშრომს ეს მისი კომპეტენციაც და რაც თავარია მისი აი ეს უფრო მემარჯვენე მგრძნობელობა, ხო? რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის მსჯელობას, იმიტომ რომ ის ძალიან დაინტერესებული პოლემიკური პერსპექტივიდან ყვება. ხო, ყვება ისე, რომ მისთვის, როგორც თქვი, უბრალოდ რაღაცა მისი მემარჯვენე კატეგორიები წმინდად აღწერითი ისინი კი არ არის კატეგორიები, არამედ მან თვითონ იცის, რომ ის რაღაცა ცოცხალ პოლემიკაში შედის, ჯერ კიდევ ძალიან თუნდაც ემიგრაციაში წამყვან მენშევიკურ ნარევოლუციონარ მასთან, ხო? პოლიტიკოსებთან, ხო? და მით უმეტეს ბოლშევიკურ საქართველოსაც უკვე განიხილავს როგორც რაღაცა ტიპის განგრძობას აი ამ მარადიული საქართველოსი, ხო? მიუხედავად ყველანაირი მსხვერპლის და დანაკარგებისა, რაც აღნიშნავს და ვისაც უძღვნის კიდევაც თავის წიგნს, ხო? და ამ ხრივ ანუ მაგიტო არის, რომ აი თქვა ავალიშვილისეული და თქვა მე მენშევიკების როგორც იმდროინდელი აქტორების აი ამ ენების შეჯახება იძლევა და მათი ერთად წაკითხვა იძლევა აი ესეთ დინამიკურ სურათს, ხო? რაც პირველ რესპუბლიკას ანიჭებს აი ესეთ რაღაცა გაორებულ, შინაგანად დაძაბულ აი ესეთ პროდუქტიულ ნაყოფიერად დისონანსურ ხასიათს, ხო? რომელიც თან სისუსტეა თითქოს, მაგრამ თან არის ის სიძლიერე, რამაც საერთოდ ნუ უბრალოდ მოცემულობა არის, რომ ამან წარმართა პროცესი, ხო? ამ დაძაბულობამ წარმართა პროცესი რეალური პოლიტიკური იმაში, ხო? რესპუბლიკაში. სოციალისტურ დიქტატურას რო უწოდებს მენშევიკების მმართველობას, პრინციპში ეგეც შემდეგში შეგვიძლია უფრო განვიხილოთ აი ეს დემოკრატიის აი ეს მეორენაირი გაგება რო ვახსენე, ხო, უფრო ესეთი შინაარსობრივი წმინდად უფრო დაბალი ფენების ალიანსს რო გულისხმობდა და გამორიცხავდა კონკრეტულ უფრო მაღალ ფენებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათ იმ მაღალ ფენების უფლებრივი ვთქვათ აღიარებაც მოხდარიყო და მათი აღჭურვა, ხო, სრულუფლებიანობით. რაღაცა მომენტებში თვითონ ჟორდანიაც და დაფუძნებაში მენშევიკები ამბობენ, რომ რაც საქართველო არის, დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს არის პროლეტარიის დიქტატურა, მაგალითად, ხო? რაც არ გულისხმობს იმას, რომ ეს მაინც უნდა ტერორი იყოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაგის საჭიროებაც არ იყო,
ხო, ანუ ის რაც მოხდა რუსეთში, მოხდა ბევრი, იგივე რონალდ სიუნი, ან თქო სხვა ავტორები, ისტორიკოსები გეტყვიან, რომ მოხდა არა, იმიტომ რომ რუსი ბოლშევიკები აპრიორი კაცი ჭამიან სიხესმელები იყვნენ, არა, იმიტომ რომ იმდენად ჭრელი იყო სოციალური შემადგენლობა, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი კონფლიქტი წარმოიშვა და არ არსებობდა იმ ტიპის ჰეგემონია თელ აი საზოგადოებრივ ქართულენოვან მაინც საზოგადოებრივ სხეულზე რუსეთში ყოსვაში ხო ან არსებობდა ეგეთი ჰეგემონია როგორც საქართველოში ჰქონდათ მენშევიკებს თელ ქართულ საზოგადოებაზე რამაც ბევრად უფრო რბილი პროცესი მოიტანა ხო აი რევოლუციიდან აი ამ სახელმწიფოებრივ მოწყობაზე გადასვლისას, ხო? და თანან ყველა აღიჭურვა ერთნაირი უფლებით, მაგრამ ის აგრარული რეფორმაც რო გაატარეს და გადაანაწილეს მიწები, ესეც მიწათმფლობელმა არისტოკრატიამ მამულებმა ბევრად უფრო ესე გაატარეს, ხო? არც ჰქონდათ ისეთი დენიკინისნაირი და რუსი არისტოკრატებისნაირი ძალა, რომ რაღაც მობილიზება გაეკეთებინათ კონტრრევოლუციისთვის, ამიტომ ხო შეეძლოთ ეთქვა მენშევიკებს რომ აქ იყო პროლეტარიატის დიქტატურა, ოღონდ ტერორის გარეშე. ის რომ ახლა პერიფერიებში აჯანყებულ გლეხებს და გოსებს და ვიღაცებს მოხვდათ საკმაოდ მწარედ და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა ამ რესპუბლიკის მაგაზეს გვექნება მე სწორედ მსჯელობა რომ ეს ძალადობის ადგილი როგორ მოვიაზროთ, ხო? რომ გასაგებია რომ ისეთი ტერორი ახლა ამათ არ დაუტეხიათ ქვეყნისთვის როგორც ბოლშევიკებმა რო ქნეს, ხო? მაგრამ როცა საჭირო იყო წერტილოვნად არც უმაგისობა იყო. და ეს რევოლუციის გაღრმავება რაც იკითხე ხო რომ რას გულისხმობს თქვა იგივე ეს რევოლუციის გაღრმავება ხო რასაც ესწრაფოდნენ მენშევიკები უკვე ამ ცალკე რესპუბლიკის ფარგლებში ნუ ეს იყო ეს რეფორმები დამფუძნებლების მოწვევა თვითონ ეს სცენარიი იყო წარმოსახული მთელი რევოლუცია რას ნიშნავს და როგორ ხდება როგორ მიმდინარეობს შემდეგში განვიხილა თქვა აი ფრანგული რევოლუციების ისტორიას რო უზის ჟორდანია რამხელა ეს არის შტაგონება არის და მუდმივად მაგ რაღაცა კოორდინატა სისტემაში რო განიხილავს საკუთარ პროექტსაც და ნუ მუდმივად რო არის ეს ანალოგიები დამფუძნებელ კრებაშიც და ჟორდანიას ნაწერებშიც აი ამ ფრანგულ რევოლუციურ პრეცედენტებთან არის ეგ არის თქვათ ის რომ თვითონ კონსტიტუციაში ჩაიწერა მაგალითად რომ რაც არ უნდა ეხლა ამ ეტაპზე უნდა კაპიტალისტური წარმოება განვითარებული იყო ინვესტორები და მოეზიდათ რადგან ადგილზე ბურჟუაზია სუსტი იყო და ასე შემდეგ ჩაიდო კონსტიტუციაში პრინციპი რომ თანდათან სახელმწიფო იზრუნებდა მეურნეობის გასაზოგადოებრივებაზე ანუ სოციალიზაციაზე ანუ სოციალიზმზე გადასვლა თანდათანობით ხო და მაქსიმალურად ანუ დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა გამხდარიყო ჩარჩო, რომელშიც დემოკრატიულად უფრო ნელა აი ამ საპარლამენტო მსჯელობის და ესეთი წყობრი სადისკუსიო სივრცის ფარგლებში უნდა მოკლედ მაქსიმალურად დიდი საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა მომხდარიყო აი ეს რაღაცა სვლა აი იმ გასაზოგადოებრივებისაკენ. მე თქვათ ნუ კომუნიზმი როგორც ბოლო ფაზა და ისა მაგას ამ პერიოდში არ ახსენებს, მაგრამ მე ჟორდანია მაგაზეც შეუბერავს უკვე ბოლშევიკები რო შემოიჭრებიან და უნდა რომ დაამტკიცოს რომ ჩვენ ვართ ნამდვილი კომუნისტებიო და არა ეგენიო. და რეალისტურობას რაც შეეხება რომ იკითხე რომ ეს რამდენად რეალისტური იყო ეს ამხელა ამბიციები რო ქონდათ ხო რომ პატარა პერიფერიიდან ესე რომ ეკაჩავებოდნენ ხო პეტროგრადს რომ თქვენც გადაგარჩენთ. ნუ მან მთელი ამბავი არის ის რომ ეს რესპუბლიკა რო არსებობს ხო იმ წლებში მუდმივად რყევებია ყველგან ხო და ევროპაშიც მოლოდინი არის რაღაცა რევოლუციების ხო ბერლინში პარიზში ნუ ინგლისში არა და არ მოხდა და იქით სიურპრიზი იყო რუსეთში რომ მოხდა ხო ეს რევოლუცია ხო და ეს მსოფლიო რევოლუცია როგორც რაღაცა აი ძალიან ახლო პერსპექტივა არის ძალიან ცოცხალი მოლოდინის საგანი და ნუ მსოფლიო რევოლუცია პირველ რიგში გულისხმობდა იმას რომ
თავარ კაპიტალისტურ ქვეყნებში მომხდარიყო, რომ ის ინდუსტრიები გადასულიყო საზოგადოებრივ მართვაში და იქიდან უკვე თქვათ მერე განაწილებულიყო ეს დოულათი და რაღაცა მსოფლიოც აი ეს საბაზრო ქაოსში და იმპერიალისტურ ომებში ჩართული მსოფლიო გადასულიყო ერთიან სოლიდარული ეკონომიკის პრინციპზე, ხო? და მან თქვა ჯორდანია გეუბნება, რომ სანამ ეს მსოფლიო რევოლუცია არ მოხდა, სანამ მარტოები ვართ და პატარები ვართ და ეს რუსეთიც ესე ქაოსში არის გახვეული, მანამდე ჩვენ თვითონვე უნდა აქ მოვახდინოთ ინდუსტრიალიზაციაც და თქვა და ეს ბურჟუაზიული ასე ვთქვათ ინსტიტუციები ვაშენოთ და ეკონომიკაც წავახალისოთ რაღაცა საბაზრო პრინციპებით, თუმცა სოციალური დაცვის მექანიზმების ამოქმედებით. მეორე მხრივ გეუბნება, რომ თუ გაიმარჯვა რევოლუციამ იმ თავარ წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებში, მაშინ ჩვენ აღარ მოგვიწევს აქ ესე ფორსირებულად ეს ხო ინდუსტრიალიზაცია და შეგვეძლება რომ დავრჩეთ სოფლის მეურნეობის მაწარმოებელ ქვეყნად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას გავგზავნით იმათ და ისინი ჩვენ მოგვეხმარებიან თავიანთი ინდუსტრიული ნაწარმით, ისე რომ ეს აღარ იქნება რაღაცა ჩამორჩენილობის და წინწასულობის ემაში ხო ასიმეტრიაში იერარქიაში აღარ მოგაქცევს, იმიტომ რომ სოლიდარობა იქნება წამყვანი და არა ის რომ თქვათ რომელიღაცა ეკონომიკამ ჩაკალაპოს, ხო, როგორც უფრო სუსტი. ანუ ეს იყო ის ძალიან ღია კითხვები, რაც მუდმივად ესე სანსუ იცვლებოდა, ხო? როდის ვინ მოგადგებოდა, როდის ვინ დასუსტებოდა, როდის რა გამოიკვეთებოდა ჰორიზონტზე, ხო? და ანუ ამ მხრივ ეს რევოლუციური პროექტი, ხო, ცოცხალი დარჩა იქამდე, სანამ ეს მსოფლიო რევოლუციის იდეაც რაღაცნაირად არ განქარდა, ხო, არ გაილია, თქვა მე სტალინმაც რო უკვე თქვა რომ, ხო, 20-იან წლების ბოლოს რომ აღარნაირი მსოფლიო რევოლუცია არ იქნება და ამიტომ სოციალიზმი ერთ ქვეყანაში, ხო, და აი მოგონებებში თქვა ჯორდანიასი და მთელი მაგ მენშევიკური ემიგრაციის ნელ-ნელა ეს საქართველოს დამოუკიდებლობაზე როგორც რაღაცა რევოლუციური დემოკრატიის პატარა პერიფერულ პროექტზე ლაპარაკი ნაცვლდება ამ წმინდად ამ დამოუკიდებლობის უფრო დღეს ჩვენთვის ნაცნობი აიმეთი ხო ჟარგონით ხო და ხო და თუ აი დინამიკაში თუ არ შეხედე აი ამ ენის კოდების ცვლილებას ხო შეიძლება მართლა ჯორდანია როგორც ყვება უკვე თავისი ჩემწარსულში რომელიც 30-იან წლებში იწერება ну ვერ აღიქვა იქიდან ვერ აღადგენ იმას რაც უშუალოდ იმ წლებში ხდებოდა ხო პირველი რესპუბლიკის დროს იმიტომ რომ სულ სხვა კოდების სისტემა იყო სხვა კოორდინატები იყო და სხვა ბილიკები იხსნებოდა იმ ისტორიულ პოლიტიკური მიმდინარეობის ხო პროცესში ხო რავი ეს არის რაც შემიძლია თქვა და ყველას ვურჩიოთ ავალიშვილის წიგნის წაკითხვა, იმიტომ რომ კარგ მემარჯვენე კონსერვატორ ავტორს არაფერი არ ჯობია ხოლმე, ყველა ბევრად უფრო საინტერესოა ხოლმე, ვიდრე ესეთი ძალიან ბევრი ბრტყელი მემარცხენე ესა. და ბევრად მეც გეუბნება იმაზე რა არის პრობლემური და საინტერესო იგივე მემარცხენე თქვა რაღაცა რევოლუციურ პროექტში, ხო, როგორც ეს სამ შემთხვევაში цаრი. რა ვიცი, რამე ხარ არის კიდე? ეგ არის და ეგ